პირველი ადამიანი ალბერ კამიუ კითხულობს ნიკო 23 ოქტომბერი 2025 წელი ანკარა თურქეთი თავი პირველი გრილი ხურვალე ცხელი ქვა ღორღიან გზაზე მოგრეხინე ჩარდახიანი ორთვალას ზემოთ დიდი სქელი ღრუბლების აღამოს ბინბუნში აღმოსავლეთისაკენ მიისლაზნებოდნენ სამი დღით ადრე ატლანტიკის ოკეანის ოხშივარით გაბერალნი დასავლეთის ქარს დაელოდნენ ზანტად შეირხნენ ფოსფორისებრ მოელვარე შემოდგომის წყლებს გადაუარეს პირდაპირ კონტინენტისკენ მაროკოს მთების წვეტიან მწვერვალებს წამოეკენ დანაწევრდნენ მერე კი ალჟირის მაღალ ზეგანზე ისევ შეგუჩდნენ ტუნისის საზღვრებს გადაუარეს და ახლა ცდილობდნენ ტირენის ზღვამდე მიაღწიათ რათა ერთხელ და სამუდამოდ გაუჩინარებულიყვნენ ამ უზარმაზარი კუნძულის ზემოთ რომელსაც ჩრდილოეთით მღელვარე ზღვა სამხრეთით კი უდაბნოს გაქვავებული ტალღები შემოჯაროდა ათობით კილომეტრი გადალახეს მას შემდეგ რაც ამ უსახელო მხარეს იმავე სისწრაფით გადაუარეს როგორც საუკუნის მანძილზე იმპერიებმა და ხალხებმა ძალა გაცლილმა ღრუბლებმა სვლა შეანელეს ზოგიერთი წვიმის იშვიათ სხეულ წვეთებად იქცა ახლა მგზავრების თავზემოთ ჩარდახს რაკარუკით ეცემოდა ორთვალა კარგად გაკვალულ მაგრამ მოულელ ოღროჩოღრო გზაზე მერიხენებდა დროდადრო ნალებიდან გამოტყორცნილი ნაბერწკალი ან გზიდან ავარდნილი ტალახის გუნდა ხის ბორბლებს გამეტებით ეხეთქებოდა ორი ტანდაბალი ცხენი შეწყობილი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას ავეჯით დატვირთული ორთვალას სიმძიმე ცხენებს წინ გაშვერილი მკერდის კუნთებს უბერავდა ზოგჯერ რომელიმე ხმაურით დაიფრუტუნებდა და წაიბორძიკებდა კოფოზე მჯდარი არაბი ცხენს ბეჭებზე მათრახს გადაუჭერდა და მოყოჩაღებული პირუტყვი ჩვეულ ნაბიჯს უბრუნდებოდა მედროგეს გვერდით მჯდარი კაცი 30 წლის ფრანგი პირქუშად დასქეროდა ცხვირწინ მოგანავე ორ გავას კაცი აღნაგი და ღონიერი ჩანდა გრძელი სახე ფართე ოთხკუთხა შუბლი გამოკვეთილი ყვრიმალები და ღია ფერის თვალები ჰქონდა ცივი ამინდის მიუხედავად ხამი ტილოს სამღილიანი იმ დროის მოდის მიხედვით საყელო შეკრული პიჯაკი ეცვა მოკლედ შეჭრილ თმებზე კი თხელი ქსოვილის ქუდი ეხურა წვიმამ რომ მოუხშირა კაცი ორთვალას ძარისკენ მიბრუნდა აბა როგორ ხარ უკანა საჯდომზე ძველი სკივრების გროვაში ჩაჭდილმა ქალმა რომელსაც ღარიბულ ტანსაცმელზე სქელი მატყლით ნაქსოვი მოსასხამი ეცვა თითქოს რაღაცისთვის ბოდიშს იხდისო სუსტად გაიღიმა და გაეპასუხა არა მიშავს ქალს სათნო სწორ ნაკვთებიანი სახე ესპანელებისთვის დამახასიათებელი ოდნავ ტალღოვანი შავი თმები სწორი ლამაზად ჩამოქნილი ცხვირი და სითბო ჩამდგარი ელვარე თვალები ჰქონდა მაგრამ იყო რაღაც რაც პირველი ნახვისთანავე თვალში მოხვდებოდა არა იმ ნიღაბ სულ არ ჰგავდა რომელსაც დაღლილობა ან რაიმე ამის მსგავსი დროებით სახეს ააფარებს არა გაუცხოებული თითქოს ამ წუთს აქ მყოფი უბიწო ადამიანის გამომეტყველებას უფრო ჰგავდა რომელიც ქალის ლამაზ ნაკვთებს მალულად შემოპარბოდა საოცრად კეთილ გამოხედვაში გაუცნობიერებელი შიში იფეთქებდა და წამსვე ქრებოდა ქალმა შრომით დაღლილი ოდნავ დაძარღული ხელი ქმარს ზურზე მოუთათუნა კარგად ვარ მერე ღიმილი ჩამოიცილა და გზაზე აქა-იქ მოელვარე წვიმის გუბეებს დააცქერდა კაცი მშვიდად მჯდარ არაბს მიუბრუნდა ბევრი დაგვრჩა
არაბმა თეთრ სქელულ ვაშებში ჩაიცინა. 8 კილომეტრიც და ადგილზე ვიქნებით. სადავეები მომეცი, უთხრა კაცმა. ცხენების რამე გაგიგება? ჰკითხა არაბმა. რა თქმა უნდა, გაიღიმა კაცმა. დღის სინათლემ იკლო და ერთბაშად სიბნელემ დაისადგურა. 1913 წლის შემოდგომის ღამე იდგა. ალჟირიდან ბონში ჩასული მგზავრები სადგურიდან 2 საათის წინ გამოვიდნენ. სადგურზე არაბის ორთვალა მოძებნეს, რომელსაც მგზავრები პატარა სოფლის ახლოს, ფერმაში უნდა მიეყვანა, სადაც კაცს მოურავად უნდა დაეწყო მუშაობა. ჯერ იყო სკივრებისა და ფუთების დალაგებას ძლივს აუვიდნენ. მერე დანგრეულმა გზამაც თავისი გაიტანა. მგზავრებს კარგა გვარიანად შეაგვიანდათ. არაბი თითქოს მგზავრის წუხილი იგრძნო. კაცს მიუბრუნდა. ნუ გეშინია. ამ გზაზე ყაჩაღებს არაფერი ესაქმებათ. ყაჩაღებს რა დააკავებს, რამე იყოს, თავის დაცვას შევძლებ. კაცმა ვიწრო პიჯაკის ჯიბეზე დაირწყა ხელი. მართალი ხარ, თქვა არაბმა. ამ ქვეყნად გიჟებს რა გამოლევს. ძარიდან ქალის ხმა მოისმა. ლუსიენ, ამტკივდა. სადაცაა მივალთ. ცოტაც მოითმინე. კაცმა ძარაში შეყო თავი. კიდევ ტკივა? ქალმა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა. გარეგნულად ტკივილის არაფერი ემჩნეოდა. ჰო, ძალიან. 1 კილომეტრიც და. ორად მოკეცელ ქალს თავი მკლავებში ჰქონდა ჩარგული. კატრინ, კატრინ. უძრავად მყოფი ქალი უხმოდ ტიროდა. კაცი ხელით შეეხო. რომ მივალთ, დაწექი. მე კი ექიმს მოვიყვან. შეუძახა ცოლს. სიტყვებს მარცვლავდა და თან ხელის მოძრაობას აყოლებდა. კარგს იზამ, გონი დამეწყო. არაბს გაოცებული მზერა ერთიდან მეორეზე გადაჰქონდა. ბავშვი უნდა ეყოლოს. სოფელში ექიმი გყავთ, გვყავს, თუ გინდა მე მოვიყვან. არა, აჯობებს სახლში დარჩე. ყურადღებით იყავი. მე უფრო სწრაფად მოვრჩები. ექიმს ცხენები და ეტლი თუ ჰყავს. ეტლი ჰყავს. არაბი ქალს მიუბრუნდა. ბიჭი იქნება. ღმერთმა ლამაზი გაგიჩინოს. ქალმა გაუღიმა. თუმცა ვერაფერი გაიგონა. არ ესმის, უთხრა კაცმა. სახლში რომ იქნებით, იყვირე და სიტყვებს ხელებით წააშველე. ორთვალა აღარ რიხინებდა. თითქმის უხმაუროდ მიგორავდა. კაცი მიწაზე ჩახდა. ქალი ხმას არ იღებდა. კაცმა ხელში აიყვანა. წუთით მკერზე მიიხუტა და თავი გადაუწია. სიარულ შეძლებ? შევძლებ. კაცი მკლავზე მიაალერსა და სახლისაკენ გაუწყვა. არაბს ცეცხლის დანთება მოესწრო და ახლა გამოზომილი ზუსტი მოძრაობებით კოცონს ვაზის ლერწებს უმატებდა. ქალი მაგიდასთან იდგა. ხელები მუცელზე ეწყო. ლამფის შუქით განათებულ ლამაზ სახეს დროდადრო ტკივილის ტალღა გადაურბენდა. ვერც სინესდეს გრძნობდა და ვერც დიდი ხნის წინ მიტოვებული ოთახის სიღატაკეს ამჩნევდა. კაცი ზედა სართულზე საქმიანობდა. არაბი მაღლა ავიდა. კაცებმა ლეიბი ჩამოიტანეს და ბუხრის წინ დააგეს. დაწექი, თქვა კაცმა და ქალი ლეიბთან მიიყვანა. ლეიბს სველი ძუის სუნი ასდიოდა. ვერ გავიხდი, თქვა ქალმა და ირგვლივ გაკვირვებით მიმოიხედა. თითქოს ეს არის იაზრა, სად იყო. საცვალი მაინც გაიხადე. ქალმა ქმარს ზურგი შეაქცია და გახდა დაიწყო. კაციც მიტრიალდა. ქალი ლეიბზე წამოწვა. საბანი გადაიფარა და გაბმით წამოიყვირა. თითქოს ტკივილით გამოწვეული, აქამდე შეკავებული ყველა ყვირილისგან ერთბაშად დაიცალა. ქმარმა აცალა. მერე როდესაც ქალი ჩაჩუმდა, ქუდი მოიხადა.
დახუჭული თვალების ზემოთ შუბლზე აკოცა, ქუდი დაიხურა და წვიმაში გავიდა. ცხენს უნაგირს დავადგამ, თქვა არაბმა. არა, ისედაც იოლად გავალ. შენ კი სკივრები სამზარეულოში შეიტანე. ცოლი ყავს, მომიკვდა, დაბერდა. ქალიშვილი, ღმერთის წყალობით არა, სამაგიეროდ რძალი მყავს. უთხარი ხელი შეგაშველოს, ვეტყვი. აბა გზა მშვიდობისა. კაცმა არაბს შეხედა, რომელიც უძრავად იდგა წვიმის ქვეშ და სველი ულვაშების ქვემოდან უღიმოდა. კაცმა ხელი გაუწოდა, მოხუცი ხელს თითებით შეეხო, მერე თითები ტუჩებთან მიიტანა. კაცი შებრუნდა, ცხენთან მივიდა, შიშველ ზურგზე მოახდა და ჩორთით ადგილიდან დაძრა. რომელი ხარ? სენ-პოლის მამულის მოურავი გახლავართ. ჩემი სული სადაცაა იმ მშობიარებს. უნდა დამეხმაროთ. ლუსიენ კამი უმქვია. კარებში კაცი გამოჩნდა, თოჯინასავით კიცინა. ახალგაზრდული სახე ჰქონდა, თუმცა თმები სულ გათეთრებოდა. მაღალი იყო და სანადირო ქურთუკი ეცვა. აქ საიდან გაჩნდით? პირველად ხედავთ. სამშობიაროდ ამ გადაკარგულ დაბაში რამ ჩამოგეყვანათ? კაცმა აუხსნა, რომ შვილის დაბადებას მოგვიანებით ელოდებოდა და იქნებ ახლა ცდებოდა კიდეც. ჩვეულებრივი ამბავია. აი, ნახავთ, ამ მხარეს თავისი ხიბლი აქვს. კოღოებსა და შარაგზის ყაჩაღებს თუ არ ჩავთვლით. ერთსაც გეტყვით. კოღოებს გაზაფხულზე უნდა უცხალდეთ. აი, ყაჩაღების კი რა მოგახსენოთ? არ მეშინია. დავით არაბას შეჩვეული ვარ. პირმშოა? არა. 4 წლის ბიჭი ალჟირში სიდიდრთან დავტოვე. ცხენები შეაჩერეს თუ არა? სახლიდან ყვირილი მოისმა. კადურს გაუმარჯოს. აბა რა ხდება? რა გითხრა? ქალების ოთახში არასოდეს შევდივარ. კარგი წესი გქონია. მით უმეტეს, როცა ქალები ასე გამეტებით ყვირიან. ექიმმა კარი შეახო და ოთახში შეაბიჯა. ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი ოთახს ანათებდა. ქალი ლეიბზე იწვა. თავი შიშველ ბალისზე ედო. თმები გაშლოდა. ლეიბის მარცხნივ, მუხლებზე დაჩოქილი ფუნდუკის მეპატრონე ქალი დაშტის ზემოთ სველ ტილოს წურავდა. შეწითლებული წყალი ტასში იღვრებოდა. მარჯვნივ ფეხმორთმულ არაბ ქალს ჩადრი ჩამოეხსნა. წინ გაშორელ ხელებში თითქოს ძვირფასი წვენიაო. ოხშივარ ადენილი ტაშტი ეკავა. ქალები მელუგინეს ქვეშ ამოდებული ორად გაკეცილი ზეწრის თავსა და ბოლოში ისხდნენ. როდესაც კაცები მოახლოვდნენ, მეფუნდუკემ ხიარულად წამოიძახა. ამაოდ გაისარჯეთ ექიმო. ყველაფერი თავისთავად მოგვარდა. კაცებმა ლეიბზე რაღაც უფორმო და გასისხლიანებული დაინახეს. ეს რაღაც თითქმის შეუმჩნევლად მოძრაობდა და ყურისთვის ძნელად გასარჩევ გერებს გამოსცემდა. იმედია ჭიპლარი არ გადაგიჭრიათ. არა, გაიცინა მეფუნდუკემ. ეს საქმე თქვენ შემოგინახეთ. ექიმმა აბგა გახსნა. არაბ ქალს ტაშტი ჩამოართვა. ხელები გადაიბანა და ზემოდან არაყი დაისხა. არყის სურნელი წამსვე ოთახს მოედო. წოლიარემ თავი ასწია და ქმრის დანახვაზე ლამაზ დაღლილ სახეზე სათნო ღიმილი გადაეფინა. მოვიდა. ერთი ამოსუნთქვით უჩურჩულა ქმარს და ხელი ბავშვისკენ გაიწვდინა. დიახ, მაგრამ თქვენ ეხლა მშვიდად ყოფნა გმართებთ, თქვა ექიმმა. ქალმა კითხვა ჩამდგარი მზერით ამოხედა. საწოლის ფერხთით მდგარმა ქმარმა ხელით ანიშნა. ექიმს დაუჯერეო. დაწექი. ქალი ბალიშზე გადაწვა. ექიმი ზეწრის ქვეშ
ჩერთი ფირთობდა, მერე წალში გაიმართა და ხელებში რაღაც შეათამაშა. ოთახში სუსტი ყვირილი გაისმა. ბიჭია, კარგი ვინმეა. არაბმა ქალმა გაიცინა და ტაში შემოკრა. წვიმამ მოუხშირა და სველი კრამიტი აარახუნა. კამიუმ ცოლს შეხედა, ქალს თავი უკან ჰქონდა გადაგდებული. ხელები საბნის ქვეშ უხეშ ქსოვილზე ედო. კაცმა ქუდი დაიხურა და ოთახიდან გავიდა. გარეთ, ვაზის ძირში, თავზე ტომარა გადაფარებული, არაბი ელოდებოდა. არაბმა კაცს შეხედა. კაცს არაფერი უთქვამს. შემოეფარე, თქვა არაბმა და კამიუს ტომრის კიდე გაუწოდა. კამიუ ტომრის ქვეშ შეძრა. არაბის მხარს გრძნობდა და სველი ტანსაცმლიდან ადენი ლოხშივარს ისუნთქავდა. წვიმის წვეთები გამუდმებით ეხლებოდა ტომარას. ბიჭია, მადლობა ღმერთს, მაგარი ყოფილხარ. 1000 კილომეტრ გამოვლილი წყალი მათ წინ ჩანჩქერად იყურებოდა. მალე მთელ ამ მხარეს დაფარავდა. დინარის ჭაობიან ნაპირებს და შემოჯარულ მთებსაც მისწვდებოდა. ტომარას შეფარებული კაცები უდაბური მიწის სურნელს ისუნთქავდნენ. მათ უკან კი სახლში ისევ ისმოდა ის სუსტი წამოკივლება. მოგვიანებით, ხამით, გრძელ საცვალსა და მაისურის ამარა საწოლზე გართხმული კამიუ ჭერზე ბუხრის ცეცხლის სათინათების ფერხულს აკვირდებოდა. ცოლს ეძინა. სახე მისკენ მოექცია. პირი ღია დარჩენოდა. ოთახი ვაივაგლახად დაელაგებინათ. კუთხეში თეთრეული სკალათაში პატარას მშვიდად ეძინა. ხანდახან თუ ამოასლოკინებდა. წვიმა შეწყდა. ხვალიდან მუშაობას უნდა შეუდგეს. გვერდით ცოლის უღონოდ მისვენებული, შრომით დაქანცული ხელები ხვალინდელ საქმეს ახსენებდა. კაცმა ხელი გასწია. ქალის მკლავს დაადო. თავქვეშ ბალიში მოირგო და თვალები დახუჭა. თავი მეორე. სან-ბრიეკის სასაფლაო. ცივი ცხელი. სასაფლაოს გრძელი, ულაზათო ღობე ერტყა. იქვე ჭიშკართან თაიგულების დახლები და ქვის მთლელების სახელოსნოები ერთდრიგად ჩამწკრივებულიყო. გზავრი სახელოსნოს წინ შეჩერდა. ოთახის ერთ კუთხეში მეტისმეტი მონდომებისგან დაძაბული, კოპებს შეკრული პატარა ბიჭი სკოლის დავალებებს წერდა. ბიჭი ჯერ კიდევ დაუმუშავებელ საფლავის ქვაზე იჯდა. კაცი სასაფლაოს შესასვლელს გასცდა და დარაჯის ჯიხურისკენ გაემართა. ჯიხური ცარიელი დახვდა. ღარიბულად გაწყობილ სამუშაო ოთახში გზავრმა სასაფლაოს გეგმას კიდა თვალი. მიუახლოვდა და ის იყო ყურადღებით დააკვირდა, რომ დარაჯის თავს წამოადგა. მაღალი კაცი იყო, გრძელი, ხორციანი, დაძარღული ცხვირი ჰქონდა და უფლის სუნი უდიოდა. სტუმარმა 1914 წლის ომში დაღუპულთა საფლავები მოიკითხა. ახლავე, თქვა დარაჯმა. ამ რიგს ფრანგების ხსოვნა ჰქვია. თქვენ ვის ეძებთ? კამიუ, ლუსიენ კამიუ. დარაჯმა სქელი დავთარი გადაშალა. ჭუჭყიანი თითით სიას ჩამოუყვა და ერთ ადგილზე გააშეშა. კამიუ ლუსიენი. სასიკვდილოდ დაიჭრა მარნის ბრძოლაში. გარდაიცვალა სან-ბრიეკში 1914 წლის 11 ოქტომბერს. დარაჯმა წიგნი დახურა. გამომყევით. კაცი საფლავების პირველი რიგის წინ ჩაატარა. მოგრძალებულ საფლავებს დიდრული, მაგრამ უგემოვნო საფლავები ენაცვლებოდა. ნათესავია? სასხვათა შორისოდ იკითხა დარაჯმა. მამა ჩემია, სამწუხაროა,
თქვა დარაჯმა. არც ისე. მამა რომ დაიღუპა, 1 წლის ვიყავი, ხომ გესმით? რა თქმა უნდა, და მაინც. ბევრი დაიღუპა. ასეცა, ომმა ბევრი შეიწირა. მამამის რაც შეეხება, მცდელობის მიუხედავად, სინანულის ნატამალსაც ვერ გრძნობდა. ამდენი წლის განმავლობაში, რაც საფრანგეთში ცხოვრობს, რამდენჯერმე დააპირა ალჟირში დარჩენილი დედისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა და მამის საფლავი მოეძებნა, რომლის ნახვას ქალი ვერადა ვერ ეღირსა. ფიქრობდა, რომ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ჯერ ერთი მამა არასოდეს უნახავს, მისი არაფერი იცოდა, ხოლო ყოველგვარი პირობითობა და პირმოთნეობა მთელი არსებით ზაგდა. მერე კიდევ ეს მცდელობა დედასაც არაფრად წაადგებოდა. ქალი გარდაცვლელზე არასოდეს ლაპარაკობდა და ვერც წარმოედგინა, რა დახვდებოდა ვაჟს სასაფლაოზე. მოვედით, თქვა დარაჯმა. საფლავების ოთხკუთხედს ნაცრისფერი ქვების დაბალი ღობე იცავდა, ერთნაირი მანძილით დაშორებული. ერთნაირი სიდიდის ქვები წყობრად ჩამწკრივებულიყვნენ. ქვებზე ქორფა თაიგულების პატარა თაიგული იდო. 40 წელია, ფრანგების ხსოვნას უვლის. შეხედე, აი აქ არის. დარაჯმა პირველი რიგის ქვისკენ გაიშვირა ხელი. ახლა კი დაგტოვებთ. ალბერი ქვის შორი ახლოს შეჩერდა და არაფრის მთქმელი მზერა შეავლო საფლავს. ქვაზე მისი გვარი იყო ამოტვიფრული. ალბერმა თვალები ასწია. ზეციდან მსუბუქი, გამჭვირვალე ნათელი ეყრებოდა. ღრუბლის პატარა მონაცრისფრო მოთეთრო ქულები სადღაც შორს მისრიალებდნენ. გარშემო სიჩუმეს უფევდა. ალბერი ღრუბლებს თვალს ვერ აშორებდა და ცდილობდა სველი ყვავილების სურნელის მიღმა შორეული, უძრავი ზღვის მარილიანი სუნი ამოეცნო. უცებ მის სმენას ახლო საფლავის ქვაზე დაუდევრად მიგდებული სათლის რახონი მისწვდა და ალბერი ფიქრებიდან გამოერკვა. ჰოდა სწორედ მაშინ ამოიკითხა ქვაზე მამის დაბადების წელი და მიხვდა, რომ ზუსტი თარიღი აქამდე არც არასოდეს ცოდნია. მერე ორთავე რიცხვი კიდევ ერთხელ წაიკითხა. 1874, 1914 და მის დაუნებურად გამოიანგარიშა 29 წელი. უცაბედმა აზრმა სულით ხორცამდე შეძრა. თვითონ 40 წლისაა. ამ ქვის ქვეშ დამარხული კაცი კი მამამისი, მასზე ახალგაზრდაა. სიბრალვის და სინანულის სათუთი ტალღა, რომელმაც მთელი მისი არსება აავსო, არ იყო სულის მოძრაობა, რომელიც შველს გარდაცვლილ მამას გაახსენებს, არამედ გულის შემცვლელი, თანაგრძნობა, თანადგომა, რომელსაც ცხოვრება გამოვლილი კაცი უსამართლოდ მოკლული ბავშვის წინაშე გრძნობს. იყო ყოველივე ამაში რაღაც არაბუნებრივი, ბუნების წესის საწინააღმდეგო. დიახ, არავითარი წესი და რიგი, მხოლოდ სიგიჟე და ქაოსი. აბა სხვა რა უნდა უწოდოს იმას, რომ შვილი მამაზე ხნიერია. ალბერმა სხვა საფლავებს გახედა და დარწმუნდა, რომ მიწაში ახალგაზრდები იწვნენ. ჭაღარა შერეული კაცების მამები. კაცებისა, რომლებსაც გონიათ, რომ ცოცხლობენ. თვითონაც ხომ ასე ფიქრობდა. დარწმუნებული იყო, რომ ცოცხლობდა, რომ თვითვე შექმნა საკუთარი თავი. სწამდა საკუთარი ძალების და შემართების. შეეძლო ვაჟკაცურად დახვედროდა თავდატეხილ განსაცდელს და მუდამ საღი გონების კარნახით ემოქმედა. მაგრამ ამ უცაბედმა თავბრუსხვევამ ქანდაკება, რომელსაც ცხოვრების ქარტეხელს გამოვლილი ადამიანი ესოდენი რუდუნებით აგებს მთელი სიცოცხლის მანძილზე
ქანდაკება, რომელიც თვითვე არის, ერთ წამში მიწას დაამხო და ნანგრევების გროვად აქცია. ახლა ხელში კაიშან შემოსილი გული შერჩა, სიცოცხლეს დახარბებული, სამყაროს მომაკვდინებელი წესის წინააღმდეგ ამბოხებული, რომელიც 40 წელია მკერდში უცემს და რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე შეუსვენებლივ, მოუღლელად საკუთარ კედლებს ეხლებოდა. იმ კედლებს სიცოცხლის საიდუმლოს რომ აშორებდა და უფრო შორს წასვლას რომ უშლიდა, რათა ერთხელ მაინც შეეცნო და გაეგო ის საიდუმლო. სანამ არსებობს ერთი წამით მაინც ეგრძნო საკუთარი ყოფიერება, სულ ერთი წამით, მაგრამ სამარადჟამოდ. ალბერის თვალწინ მთელმა მისმა ცხოვრებამ ჩაიქროლა, გიჟურმა, მამაცურმა, ლაჩრულმა, ჩიუტმა, მუდამ მიმართულმა იმ მიზნისკენ, რომლის არასოდეს არაფერი სცოდნია. ცხოვრებამ, რომელმაც სინამდვილეში ისე გამლო, რომ ერთხელაც არ მოუკითხავს კაცი, ვინც სიცოცხლე უბოძა, თვითონ კი მყისვე ზღვების გადაღმა, უცხო მიწას მიაშორა, რათა იქ შეხვედროდა სიკვდილს. 29 წლისგანა თვითონაც არ იყო ადვილად მოსყვლადი, გატანჯული, დაძაბული, შემართული, გრძნობიარე, მეოცნებე, ცინიკოსი და გულმაგარი. დიახ, ყოველივე ეს და კიდევ სხვა, ამჟამად ცოცხალი, კაცად დამდგარი, რომელსაც არასოდეს უფიქრია, როგორ ცოცხალზე იმ კაცზე, ახლა აქ რომ განისვენებდა. ის მისთვის მუდამ მკვდარი იყო, ვიღაც უცნობი, რომელმაც ერთხელ გაიარა ამ მიწაზე და რომლის შესახებ დედას ხშირად უთქვამს. ძალიან გავდაო და კიდევ იცოდე და გახსოვდეს, მამაშენი ბრძოლის ველზე დაეცაო. ახლა კი ეჩვენებოდა, რომ საიდუმლო, რომელსაც ამდენი ხანი ასე ხარბად ეძებდა, წიგნებსა თუ ადამიანებში, სწორედ ამ გარდაცვლილ ახალგაზრდასთან, მასზე უმცროს მამასთან იყო წილნაყარი. იმასთან, რაც ის იყო, რაც გახდა და რომ თვითონ ამაოდ დაიხარჯა იმის ძიებაში, რაც ასე შორს იგულვა, არა და აქვე ხელის ერთ გაწვდენაზე ყოფილა, ჟამით და სისხლით ახლობელი. სიმართლე თუ გნებავთ, მხარში ამომდგომი არასოდეს არავინ ყოლია. ოჯახი, სადაც ცოტას ლაპარაკობდნენ, არც კითხულობდნენ, არც წერდნენ, გასაცოდავებული, მაგრამ თავგზე არეული დედა. ჰოდა, მამაზე ვინ რას ეტყოდა, დედის გარდა არავინ იცნობდა, ბოლოს კი მანაც დაივიწყა ქმარი. აი, ასე, ამ ქვეყნად ყველასათვის უცხომ, უხმაუროდ განლო სავალი გზა. უცნობად იცხოვრა, უცნობად მოკვდა. შვილს უნდა მოეძებნა, შვილს უნდა გაეგო თუ რამ იყო გასაგები. ეკითხა მაინც. მაგრამ იმას, ვისაც არაფერი აბადია და მთელი სამყაროს მოხვეჭას კი ესწრაფვის, ძალა და შემართება არ ყოფნის, რომ საკუთარი თავიც შექმნას და ამ სამყაროს საიდუმლოც ამოხსნას. თუმცა ჯერაც არ არის გვიან, შეუძლია ეძებოს და გაიგოს ვინ იყო ეს კაცი, რომელიც ახლა ყველაზე ახლობლად ეგულებოდა. შეეძლო, მზე გადაიწვერა, შუადღე ინავლებოდა. იქვე გვერდით კაბის შრიალი შემოესმა, შავი ჩრდილიც დალანდა და წამსვე გონს მოეგო. ახლა ისევ საფლავებსა და ზეცას შორის იდგა. აქ აღარაფერი ესაქმებოდა, წასვლის ჟამმა უწია, მაგრამ ეს სახელი და თარიღები ვერ იქნა და თავიდან ვერ ამოიგდო. ამ საფლავის ლოდის ქვეშ ახლა მხოლოდ ფერფლი და მტვერია. მაგრამ მისთვის მამამ მკვდრეთი აღდგა, გაცოცხლდა, ცხოვრება უხმაუროდ განლო და ახლა შვილს ეჩვენებოდა, რომ სადაცაა ისევ მიატოვებდა, უპატრონოდ მიაგდებდა იმ მწყوارამში,
უკიდეგანო სიმარტოვეში, რომელშიც ოდესღაც მოისროლეს და ერთხელ და სამუდამოდ მიატოვეს. ცარიელ ზეცას მოულოდნელმა, ძლიერმა გრგვინმამ გადაუარა. თვითმფრინავმა გერის სისწრაფი ზღვარი გადალახა. ალბერმა საფლავებს ზურგი აქცია და მამა სიმარტოვის ანაბარად დატოვა. გზა ქარი ჩადგა. თითქოს მზის სიმხურვალემ მიწას განართხო. გემი რწევარწევით წინ მიიწევდა. ალბერი ძელღვიძელში იყო. ალჟირზე დაღარიბი გარეუბნის პატარა ბინაზე ფიქრე გულს გამოუცნობი კაეშნით უსებდა. ჩვეულებრივ ასე ხდებოდა, როდესაც პარის ტოვებდა და გეზს აფრიკისკენ იღებდა. ჩუმი სიხარული, ათრთოლებული გული, კმაყოფილება ადამიანისა, რომელმაც საპატიმროს თავი დააღწია და ახლა ნირწამხდარ მედილეგეებს დასცინის. გამოიქცა და ახლა თავისუფლებას ისუნთქავს ამ ზღვის ზურგზე წამოწოლილი. ტალღების მიქცევ მოქცევას აყოლილი. მზის სხივებს მიფიცხებული. როგორც იქნა დაუბრუნდა ბავშვობას, რომელიც საყმაწვილო სენისგან განსხვავებით არც არასოდეს მოუხდია. არც სინათლისა და მწველი სიღარიბის საიდუმლო დავიწყებია, რომელიც აქამდე აცოცხლებდა და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვისას წედ ედგა. ილუმინატორის მინაზე თითქმის უძრავი ანარეკლი იგივე მზის იყო, რომლის ერთი სხივი იმ ბნელ ოთახშიც აღწევდა, სადაც ბებიას ეძინა. ხართეძოზე წამოწოლილი სიცხით გათანგული ადამიანები და პირუტყვები ისვენებდნენ, ის კი საწოლში წრიალებდა. კედელსა და ბებიას შორის, ვიწრო სივრცეში ჩაჭედილი, სურდა ემოძრავა, ეცოცხლა. ამიტომ ძილი სიცოცხლისა და გართობისთვის წაგლეჯილ დრო ეჩვენებოდა. ამხანაგები კი ელოდებოდნენ. რა წამს ბებია თვალს გაახელდა, ბიჭი სახლიდან გარბოდა. ჯერ კიდევ უკაცრია ლიონის ქუჩას დაუყვებოდა. შადრევანთან მიირბენდა. სპილენძის მძიმე სახელურს დაეჭიდებოდა და თავს წყლის ჭალს უშვერდა. უხვად წამოსული წყალი ნესტოებსა და ყურებს უსებდა. გაღეღილი მკერდიდან მუცელზე და შარვლის ქვეშ ფეხებზე ეღვრებოდა. სულ სანდლებში ფეხის გულებით წყლის ხიტინს რომ იგრძნობდა, ადგილს მოწყდებოდა. გულამოვარდნილი წინ წასულ ბიჭებს ეწეოდა და მათთან ერთად ხვაცსა და მტვერში მწვანე მდელოსკენ გარბოდა. ყველაზე ლამაზი დღეები მაინც ის იყო, როდესაც გაზაფხულზე იშვიათი ხეების ბაღისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგებოდნენ. ზღვისკენ გაჭრილ, ყვავილებით მორგულ მთავარ ხეივანში, საიდანაც აუზებისა და ყვავილების დიდებული ხედი იშლებოდა. დარაჯების ეჭვის გასაქარვებლად გულგრილი, ზრდილი დამსვენებლის იერით მისეირნობდნენ. ხეივანს გაივლიდნენ და პლაჟისკენ გაუტევდნენ. იქამდე ცაცხვების ბილიკი უნდა გაევლოთ. ამ გზით სხვრებს ალჟირის აღმოსავლეთით მდებარე მეზონ კარეს ბაზრობისკენ მიერეკებოდნენ. გადახრუკულ ადგილს გასცდებოდნენ და საბლეტის პლაჟზე ჩადიოდნენ. ქვიშას მოშავო ფერი დაკრავდა. ზღვა ამღვრეულ ტალღებს მოაგორებდა. ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს. შემწვარი კარტოფილის გამყიდველი ღუმელს ანთებდა. ხშირად ბიჭებს ერთი შეკვრის ფულიც არ ეგულებოდა ჯიბეში. თუ კი შემთხვევით რომელიმე მათგანს საკმარისი ფული გაუჩნდებოდა, ერთ შეკვრას ყიდულობდა და მძიმე, გამოსომილი ნაბიჯით პლაჟისკენ გაემართებოდა. დანარჩენები მოკრძალებით უკან მიყვებოდნენ. ბიჭი ნაპირზე გამორიყული გემის ჩრდილში ჩდებოდა და ფეხებს ქვიშაში აცურებდა. ერთი ხელით კარტოფილი პირთან მიჰქონდა. მეორეთი კი ქვემოდან უმარჯვებდა, რომ სიფრიფანა ხრაშუნა ნაჭერი მიწაზე არ დავარდნოდა. წესი ითხოვდა ყველასთვის თითო კარტოფილი ეწილადა და ამ ხანაგებით ნეტარებით წუწნიდნენ ესოდენ ნანატრ ცხელ ნუგბარს,
რომელსაც მძაღეს ეთისონი ასდიოდა. ნადიმს რომ მორჩებოდნენ სიამოვნებასაც და იმედგაცრუებასაც მალე ივიწყებდნენ და პლაჟის დასავლეთით გადაინაცვლებდნენ, სადაც მზე უფრო აცხუნებდა. 2 წამში დედიშობილები ზღვაში ჭყონპალაობდნენ, ღრიალებდნენ, წყალს ყლაპავდნენ, იფურთხებოდნენ და ერთმანეთს ყვინთვაში ეჯიბრებოდნენ. ზღვა წყნარდებოდა. სიმხრუალე დაკარგული მზის სხივები სულ თმებში იხლარდებოდა. დიდი ნათელი აუწერილი სიხარულით ავსებდა ყმაწვილურ გულებს და მათ ყიჟინას ბოლო აღარ უჩანდა. ახლა ისინი იყვნენ სიცოცხლისა და ზღვის მეუფენი, ფუფუნება და ნეტარება, რომლის ბოძება სამყაროს ძალუძს. მათი კუთვნილება იყო და ისინიც უზომოდ კვებოდნენ, როგორც საკუთარ სიმდიდრესა და სიძლიერეში დარწმუნებული ძველი დროის დიდებულები. საათს არ დაგიდევდნენ, პლაჟიდან ზღვისკენ გარბოდნენ, მერე მზის გულზე ქვიშაზე წამოწოლილნი, მარილიანი წყლით გაწებულ სხეულს იმშრალებდნენ. ბოლოს ისევ წყალს მიაშურებდნენ და კანზე შემორჩენილი ქვიშის მარცვლებს ტალღებს ატანდნენ. ხვატისგან დაცლილი ზეცა იწმინდებოდა, მწვანე ფერს იღებდა. თვალის მომჭრელი სინათლეც ნელ-ნელა ინავლებოდა. ყურეს მხარეს კი სახლების რკალი, რომელსაც აქამდე ბუღი ფარავდა, აშკარად იკვეთებოდა. ჯერ კიდევ დღენათელში აფრიკული მყისიერი ბინ-ბუნდის მოლოდინში ქალაქში ლამპიონები ენთო. სხვებზე ადრე პიერს ახსენდებოდა, რომ წასვლის დრო იყო. გვიანია. ჰოდა იწყებოდა ერთი აურზაური და ზღვასთან ხმაურიანი დამშვიდობება. საღამოს სვლას უმატებდა. ბიჭები სახლისკენ მიდიოდნენ და ზღურბლს ისე გადააბიჯებდნენ, ნახვამდის სათქმელად თავსაც არ იბრუნებდნენ. შინ დაბრუნებული ალბერი ბნელ, აშმურებულ კიბეზე შეყრდნდებოდა. სიბნელეში კედელს მიეყუდებოდა და გულის საგულეში ჩადგომას ელოდებოდა. მაგრამ დიდხანს ლოდინი არ შეეძლო და ამის შეგნება კიდევ უფრო უჩქარებდა გულისცემას. 3 გრძელი ნაბიჯით კიბის მოედანზე ადიოდა. დერეფანში საპირფარეშოს ჩაუვლიდა და ბინის კარებს აღებდა. სასადილო ოთახში სინათლე ენთო და თეფშებზე დანაჩანგლის სკარუნი ისმოდა. ალბერი ოთახში შედიოდა. მაგიდის გარშემო ნავთის ლამპის მრგვალ სინათლეში ნახევრად ყრუ ბიძა წვნიან ხმაური წრუბავდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა დედაშვილს ნაზ სათნო ღიმილს შეაგებებდა. ხომ იცი, რომ ბიჭისკენ ზურგით მჯდარი, შავ კაბაში გამოწყობილი წელში გამართული ბებია, რომელსაც ღია ფერის თვალები და კუშტი მზერა ჰქონდა. ქალიშვილს სიტყვის დასრულებას არ აცლიდა. სად იყავი? პიერთან. არითმეტიკას მიხსნიდა. ბებიას სკამიდან დგებოდა. ბიჭს უახლოვდებოდა. თმებზე დასუნავდა. მერე კი ხელს კოჭებზე ჩამოუსვამდა, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენოდათ პლაჟის ქვიშა. პლაჟზე ყოფილ ხარ? ცრუპენტელა, ასკვნიდა ბიძა. ბებია კარს უკან ჩამოკიდებულ ხარის ძარღვის მათრახს ჩამოხსნიდა. ბიჭს წვივებსა და დუნდულებზე 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადაუჭერდა და კანს უმოწყალოდ უჭრელებდა. მოგვიანებით გულად შოყებული ბიძა წვნიანის თეფშს უდგამდა. ბიჭი კი ცდილობდა როგორმე თვალს მომდგარი ცრემლები შეეკავებინა. დედა ბებიას გახედავდა, მერე კი სახეს, რომელიც ბიჭს ესოდენ უყვარდა, მისკენ აბრუნებდა. ჭამე. ყველაფერი დამთავრდა, მორჩა და მაშინ ბიჭი ტირელს იწყებდა. ალბერმა გაიღვიძა. მზე ილუმინატორზე აღარ ირეკლებოდა. ეტყობა ჰორიზონტისკენ გადაიწია და ახლა მის უკან ტიხარს ანათებდა. ალბერმა ჩაიცვა და გემბანზე გავიდა. ეს ღამეც და ხვალ, განთიადზე,
ალჟირში იქნება. თავი მესამე. მამის ძიება. კარის ღურბლზე მდგარი ქალს მკერდზე იკრავდა. ჯერ კიდევ სუნთქვა შეკრული, რადგან კიბეს სირბილით ამოათავა. ერთი საფეხურიც არ გამოუტოვებია. თითქოს და სხეულს ყოველივე ზუსტად ახსოვდა. ხალხმრავალ ქუჩაზე ტაქსიდან გადმოვიდა და წამსვე დაინახა სადაქალოს საგრილობლის თავზე. ორივე ოთახის საერთო აივანზე მომლოდინე დედა. ხშირი, წლებით გათეთრებული თმები და მაინც, მიუხედავად ასაკისა, წალში გამართული. 62-ს გადააბიჯა, მაგრამ 50-ზე მეც ვერ მისცემდით. ძველებურად გამხდარი იყო და მხნეობაც შემორჩენოდა. ჩანდა, რომ ვერაფერმა შეარყია მისი შემართება. სათნო, მაგრამ უდრეკი ხასიათი, რადგან გამუდმებულმა, გამქანცოლმა შრომამ პატივი დადო. შეინარჩუნა მასში სწორედ ის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ასე ეთაყვანებოდა ბავშვობაში. კარებთან რომ მივიდა, დედა ბინიდან გამოვიდა და ვაჟიშვილს მკლავებში ჩაუვარდა. როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა, ორჯერ თუ სამჯერ გადაკოცნა და მთელი ძალით მკერდზე მიიკრა. ალბერი გრძნობდა ქალის ნეკნებს, ბეჭის ამოზნექილ, ცახცახად ძვალს და ღრმად ისუნთქავდა კანის სურნელს, რომელიც კისრის ორ არტერიას შორის იმ ადგილს ახსენებდა, რომლის კოცნას სიყმაწვილეში ვეღარ ბედავდა, მაგრამ ქალის ყალში ცხვირჩარგული ისუნთქავდა და ეფერებოდა. იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც დედა მუხლებზე ისვამდა, ის კი თავს აჩვენებდა, რომ ჩათვლიმა და ცხვირს კიდევ უფრო ღრმად ჰყოფდა ნაზ ღრმულში, საიდანაც ბავშვის ცხოვრებაში იშვიათობად ქცეული სინაზის განუმეორებელი სურნელი იფრქვეოდა. დედა კოცნიდა, თავს უკან წევდა, აკვირდებოდა, კლავებს შემოავლებდა და ისევ კოცნიდა. თითქოს შვილისადმი სიყვარული ქულის საზომით გაზომა. შეაფასა და მიხვდა, რომ გრძნობას ბოლომდე ვერ გამოხატავდა. ჩემო ბიჭო, შორიდან მოდიხარ. ამას იტყოდა, შეტრიალდებოდა, ბინაში შედიოდა და სასადილო ოთახში ფანჯარასთან მიდგმულ სკამზე ჯდებოდა. ქუჩას გადაყურებდა და ეტყობოდა, რომ აღარც შვილზე ფიქრობდა და აღარც რამე სხვაზე. დროდადრო შვილს უცნაური მზერით გამოხედავდა. თითქოს ზედმეტი ეჩვენებოდა აქ და ახლა, ამ ვიწრო, ცარიელ და დახშულ სამყაროში, სადაც მარტოსული დაეხეტებოდა. იმ დღეს აფორიაქებული ჩანდა. ხშირ-ხშირად მალულად ქუჩას გადახედავდა. ლამაზ თვალებში სხივი ჩაუდგებოდა. ცოტა ხანში სხივი ქრებოდა და ქალი ისევ საკუთარ თავში იკეტებოდა. ალბერი დედას უყურებდა. ქალს თეთრსაყელოიანი ნაცრისფერი ბლუზა ეცვა. ფანჯარასთან იჯდა. ასაკისგან ოდნავ მოხრელე, ხელები კი ცხვირსახოთზე ედო, რომელსაც დროდადრო გახევებული თითები ჭმუჭნიდა. ისეთივე იყო, როგორც 30 წლის წინ. ნაოჭების მიღმა შვილი სასწაულებრივად ახალგაზრდა სახეს ხედავდა. წარბების გადატკიცინებულ რკალს, სწორ ცხვირს, კოხტად მოხაზულ პირს, მიუხედავად პროთეზის გარდი გარდმულ ტუჩების უნებლიე მოძრაობისა, კისერსაც კი, რომელსაც ყველაზე ადრე ემჩნევა ასაკი, ფორმა თითქმის არ შეუცვლია. ერთი ეს იყო, რომ ნიკაპი ცოტათი ჩამოშვებოდა და ყვრიმალები დაბერვოდა. დალაქთან იყავი? დანაშაულზე წასრებული გოგოსავით მორცხვად გაიღიმა. ჰო, ხომ იცი, გელოდებოდი. ფარული კეკლუცობა აქამდე შემორჩა.
ყოველთვის ღარიბულად ეცვა, მაგრამ ულაზათო კაბაშის შველს არასოდეს უნახავს. ახლაც ტანსაცმლის შავი და რუხი ფერები გემოვნებით შეურჩევია. დალაქი იტალიელია, ოსტატობას ვერ დაუწუნებ. ალბერმა დააპირა ეთქვა, ლამაზად გამოიყურებიო, მაგრამ თავი შეიკავა. დედაზე მუდამ ასე ფიქრობდა, მაგრამ თქმას ვერ უბედავდა. იმის არ ეშინოდა, რომ ქალი უკმეხად გაეპასუხებოდა, ან რომ ქათინაური არ მოეწონებოდა. საქმე ის იყო, რომ უხილავი საზღვარი უნდა გადაელახა, რომლის იქით, რაც თავი ახსოვს, დედა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა. მუდამ სათნო, თავაზიანი, შემწყნარებელი, თითქოს პასიური და მაინც არავის და არაფრის მორჩილი, საკუთარ სიყვარულში გამოკეტილი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მომღიმარს ხედავდა და გულით მისკენ მიიწევდა. ჰო, ასე იყო. მთელი ცხოვრება, ქალს შეშინებული და ყოვლის დამყოლი იერი ედო. სწორედ ის, რომლითაც დედამის შესქეროდა, როდესაც ბებია მის შველს მათრახით ზურგს უჭრელებდა. დედას შვილისთვის თითიც არასოდეს დაუკარებია, საყვედურიც კი არ დასცენია. ბებიას მათრახი მასაც სტკიოდა, გულს უწყლულებდა, მაგრამ საქმეში არ ერეოდა. შეიძლება დაღლილობის გამო, ან იქნებ საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა. შეიძლება დედისადმი პატივისცემა ბორკავდა. ამიტომ ბებიას ნებაზე უშვებდა და ტკივილს შვილებთან ერთად იზიარებდა. ისევე იტანდა, როგორც უცხო ადამიანების ოჯახებში ყოველდღიურ ძალის გამცლელ შრომას, იატაკის ხეხვისას, მუხლებზე ფორთხვას, მამაკაცის გარეშე, საჭმლის ნარჩენებისა და ჭუჭყიანი თეთრეულის შუაგულში უიმედო ცხოვრებას. ოფლისა და ჯაფის დღეები ერთმანეთს მიყვებოდა. იმედგაცრუებულმა წყენა და ბრაზი დაივიწყა. უვიცი და ჯიუტი თავისიანებისა და სხვებისგან თავდადეხელ ყველა ჭერს შეეჩვია. დედისგან შევილი არასოდეს გაუგია. რეცხვას რომ მორჩებოდა, დავიღალე, თირკმელები მტკივაო, ამას თუ იყოდა. ეს იყო და ეს. სხვებზე აუგი არ დასდებოდა. იშვიათად დასან რომელიმე დეიდა სტუმრობდა. ცუდად მექცეოდნენ, ამბარტავნულად დამყურებდნენო. დედის გულიანი სიცილი ერთი ორჯერ თუ მოусმენია. მას შემდეგ რაც შვილები ფეხზე დააყენა და მუშაობას შეეშვა, ნელ-ნელა ღიმილსაც შეეჩვია. ალბერმა ოთახს თვალი მოავლო. აქაც არაფერი შეცვლილა. დედას ბინის დატოვება არ სურდა. ჩოულ გარემოს ვერ უღალატებდა. დიახ, ისევ ის ძველი ოთახი, მხოლოდ ავეჯი იყო ახალი. უფრო მოხერხებული და ვარგისი, თუმცა რაღაც მიუსაფრად შიშველი და კედლებთან ობლად მიყუდებული. ისევ რაღაცას ეძებ. ასეც იყო. ალბერი კარადის კარს აღებდა, სადაც მხოლოდ აუცილებელი ნივთები ეწყო და სხვა არაფერი. საოცრებაა, მაგრამ ცარიელ თაროებს მოხიბლული შესქეროდა. მერე უჯრებს ჩამოუვლიდა 2 თუ 3 წამლის შუშა. ოჯახს მცირედით გაჰქონდა თავი. რამდენიმე ძველი გაზეთი, თოკის ნაგლეჯები, სხვადასხვა ფორმის და ფერის ხილების ყუთი, პირადობის მოწმობიდან ამოგლეჯილი ფოტოსურათი. სულ ეს იყო. აქ, ამ ბინაში, ზედმეტობასაც და სიჭარბესაც სიღარიბის ალფერი ედო, მაგრამ ჭარბი და ზედმეტი არასოდეს არაფერი ჰქონდათ. ის რამაც მოგვიანებით ლიცეუმის ამხანაგების თუ გაცილებით მდიდარი ადამიანების ბინებში გააუცა, სხვადასხვაგვარი ლარნაკების, თასების, სამშვენისების, მცირე ზომის ქანდაკებების და სურათების სიუხვე იყო.
ან კი ოთახები როგორ იტანდნენ ამდენს ერთად. სიღარიბე, რომლის წიაღშიც გაიზარდა, სიკვდილივით განძარცული და შიშველი ეჩვენებოდა. მისი სამყარო ზოგადი სახელების სამყარო იყო. საკუთარი სახელები პირველად სხვების სამყაროში აღმოაჩინა. დღესაც სულ ახლახან გარეცხილი ქაშანურით გაწყობილ ოთახში. უბრალო, პრიალა ავეჯზე არაფერი იდო. გარდა არაბული კალენდრისა. დედა მის ჩამოსვლამდე დღეებს ითვლიდა. ფოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფის, სახელმწიფო დაწესებულების კალენდარი კედელზე ეკიდა. ჩვეულებრივ, ადამიანთა საიდუმლოს ნივთები ამხელენ. აქ კი, ამ ოთახში, თვალს ვერაფერზე შეაჩერებდი. ამიტომ დედაზე მხოლოდ ის იცოდა, რასაც თვითონ ხვდებოდა. სხვათა შორის მამაზეც. მამაზე მეკითხები? დედას გამოხედვაში ეტყობოდა, რომ ყურადღება დაძაბა. ჰო, მამაზე. ვიცი, რომ ლუსიენი ერქვა. დანარჩენი არც მე ვიცი. სხვა სახელები ხომ არ ქონდა? მგონი კი, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ქალმა ყურადღება მოადუნა, მოეშვა და მზით გაჩახჩახებულ ქუჩას გადახედა. მე მგავდა? იფიქრებდი ორეულეაო, ღია ფერის თვალები და შენი შუბლი ჰქონდა. რომელ წელს დაიბადა? არ ვიცი. ჩემზე 4 წლით უმცროსი იქნებოდა. შენ როდის დაიბადე? არ ვიცი. საოჯახო წიგნებში ნახე. ალბერი საწოლ ოთახში გავიდა და კარადა გამოაღო. ზედა თაროზე ხელსახოცების გროვაში ოჯახის წიგნაკი, საპენსიო მოწმობა და ესპანურ ენაზე შედგენილი რამდენიმე ძველი საბუთი იპოვა. მერე ისევ სასადილო ოთახში დაბრუნდა. მამა 1885 წელს დაიბადა. შენ კი 1888-ში. 3 წლით უმცროსი ყოფილხარ. მე 4 მახსოვდა. დიდი ხანი გავიდა. ერთხელ მითხარი, რომ მშობლები ადრე დაეხოცა და ძმებმა ობოლთა თავშესაფარში მიაბარეს. დასთან ერთად. მშობლებს ფერმა ჰქონდათ? ჰო, ალზასელები იყვნენ. უედ ფაიტეში? ასეა. ჩვენ კი აქვე ახლოს, შერაგაში. მშობლები რომ დაეღუპა, რამდენი წლის იყო? არ ვიცი. ძალიან ახალგაზრდა. დამ მიატოვა. 16 რომ შეუსრულდა, თავშესაფრიდან დის ფერმაში დაბრუნდა. ცუდად ექცეოდნენ. ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებდნენ. დისა და ძმების დანახვაც აღარ უნდოდა. გაბრაზებული იყო. მუშაობით 3 პირტყავს აძრობდნენ. შერაგაში მოვიდა? ჰო, ჩვენ შეგვეხიზნა. იქ გაიცანი? უწიგნური იყო. თავშესაფარში არაფერი ასწავლეს. ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები, წერა-კითხვა ბატონმა კლასიომ. ფერმის მოურავმა ასწავლა. რამდენი წლის იყო? გონი 20-ის. ზუსტად არ ვიცი. ძველი ამბავია. კარგი მევენახე დადგა. ღვინის დაყენებაც ისწავლა. როდესაც დავქორწინდით, შეეძლო სადაც მოესურვებოდა, იქ ემუშავა. ჭკუა უჭრიდა. ქალმა შველს შეხედა. შენსავით. მერე რა მოხდა? მერე მუშაობა რიკომთან დაიწყო. მან კი მონდოვიში გაამწესა. მონდოვიში. ჰო, ბონთან ახლოს. მერე ომი დაიწყო და ფრონტზე დაიღუპა. ყუმბარის ნამსხვრევი გამომიგზავნეს. პატარა ნამსხვრევი, რომელმაც მამას თავი გაუპო. იმავე კარადაში, ხელსახოცის უკან, ორცხობილას ყუთში ინახებოდა. წერილებიც იქვე ეწყო. მშრალი მოკლე წერილები. ალბერტს დიდი ხნის დაზუთხული ჰქონდა. ძვირფასო კატრინ, მე კარგად ვარ.
ხვალ ადგილ შევიცვლით, ბავშვებს მიხედე, კოცნი, შენი ქმარი. დიახ, ოჯახი ფერმიდან ფერმაში გადადიოდა და სწორედ იმ ღამით, როდესაც ალბერი დაიბადა, ემიგრანტის შვილი, თვითონაც ემიგრანტი, ევროპა ქვემეხებს სტენიდა, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთბაშად იფეთქებდნენ. კამიუს ოჯახს მონდოვიდან გააძევებდნენ და გრძელ გზას გაუყენებდნენ. მამას ალჟირში განთავსებული პოლკისკენ, დედას კი მკერდზე მიხუტებული, კოღოებით დაგბენილი ჩვილით, ხატაკ გარეუბანში, ბებიას პატარა ბინისკენ გაუძახებდნენ. შვილო, უნდა იმუშაო. ალჟირულ ქვეითებთან გაამწესეს? ჰო, მაროკოში იბრძოდა. ალბერს აღარ ახსოვდა. 1905-ში მამას 20 წელი შეუსრულდა. გადმოცემით იცოდა, რომ მაროკოელებს შეუპოვრად ებრძოდა. სკოლის დირექტორის მონაყოლიც გაახსენდა. ბატონი ლევეკი მამასთან ერთად გაიწვიეს, თუმცა პოლკში მხოლოდ 1 თვე დაჰყო. მამას ცუდად იცნობდა. კამიუს სიტყვა ძუნწი იყო. საქმეს არ გაურბოდა, ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობას არ ერიდებოდა. მხოლოდ ერთხელ გაცხარდა და როგორც იტყვიან, წყობრიდან გამოვიდა. დღის სიცხეს ღამის სიგრილე შეენაცვლა. პოლკი გორაკის თავზე დაბინავდა. კამიუს და ლევეკს გუშაგები უნდა შეეცვალათ. მათ პაროლს არავინ გამოეპასუხა. გუშაგი ლეღვის ხის ქვეშ იპოვეს, უცნაურად იწვა, სახით მთვარისკენ. ჯერ ვერ იცნეს, მერე ყველაფერს მიხვდნენ. უბრალოდ ყელი გამოღადრეს და პირში საკუთარი ასო ჩაუდეს. ფეხებ გაფარჩხული იწვა, შარვალი ტოტის სიგრძეზე ჩაეჭრათ. ფეხებს შორის სისხლის დიდი გუბე იდგა. 100 მეტრში მეორე გუშაგიც იპოვეს, ისიც ასე დაჩეხელ დალეწილი. ყისვე განგაში დასცეს. განთიადისას, როდესაც ბანაკში დაბრუნდნენ, კამიუმ თქვა, მაროკოელები უკაცურად მოიქცნენო. ლევეკმა აუხსნა, მათთვის მხოლოდ ეს არის კაცური საქციელი. საკუთარ მიწას იცავენ და არაფერზე უკან არ იხევენო. კამიუს სახე მოეღუშა. შეიძლება, მაგრამ ვერ გავამართლებ. კაცმა ეს არ უნდა იკადროს. ლევეკმა ისევ გაუმეორა. გარკვეულ ვითარებაში ადამიანმა თავს ყველაფრის უფლება უნდა მისცეს. არაფერს არ უნდა შეეპუოს და ნებისმიერი დაბრკოლება უნდა მოამსხვრიოსო. გაცოფებული კამიუ ღრიალს მოყვა. კაცს თავის მოთოკვა უნდა შეეძლოს. კაცი მაშინ ქვია, თუ არადა. მე არაფერი გამაჩნია, ობოლთა თავშესაბაში გავიზარდე. ფორმა ჩამაცვეს და ფრონტზე წამომათრიეს, მაგრამ თავს ყველაფრის უფლებას არ ვაძლევ. ყველა ფრანგზე ამას ვერ იტყვი, თქვა ლევეკმა. ჰოდა თუ ასეა, არც ისინი ყოფილან კაცები, შეეპასუხა კამიუ და კარავში შევიდა. სახეზე კაცის ფერი არ ედო. დიახ, უხეში იყო. მთელი ცხოვრება წელებზე ფეხს იდგამდა. ვიღაცის ბრძანებით კლავდა, მაგრამ ზოგჯერ ასეთი გამონათებაც ჰქონდა. ჩანდა, რომ საყოველთაო ბოროტებაში გარევა არ სურდა. თავარია ღარიბი იყო. ღარიბებს დიდი არჩევანი არ აქვთ, მაგრამ თავის დაფასება ძალუძთ. ალბერი ცდილობდა წარმოედგინა იმ ცოტათი, რაც დედისგან სმენია. ეს კაცი 9 წლის შემდეგ, უკვე დაოჯახებული, 2 შვილის მამა, მობილიზაციით ალჟირში გამოძახებული, ღამის გრძელი მგზავრობა, საკუთარ ცოლთან განშორება და მერე, 3 დღის შემდეგ, ზუავების წითელ ლურჯ, ლამაზ მუნდირში გამოწყობილი მამის უცაბედი გამოცხადება. აგვისტოს თვე იდგა და შალის ტანსაცმლის ქვეშ
მამა ოფლში იწურებოდა. მერე აქამდე უცნობი საფრანგეთისკენ მიმავალ გემზე ავიდა. ზღვაში არასოდეს გასულა. ცოლ-შვილს გადაეხვია, მაგრად, ნაჩქარევად და სახლიდან გავიდა. აივანზე გადმომდგარმა ცოლმა ხელი დაუქნია. კაცმა ხელი ისე აღმართა, ნაბიჯი არ შეუნელებია. მერე ერთი გამოხედა და დილის ნათელში გაუჩინარდა, რათა არასოდეს დაბრუნებულიყო. დანარჩენი ალბერტს უნდა წარმოედგინა. დედა, რომელსაც ისტორიის და გეოგრაფიის ინჩი-პინჩი არ გაეგებოდა, ვერაფრით დაეხმარებოდა. ქალმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ამ მიწაზე ცხოვრობდა, ზღვასთან ახლოს, საფრანგეთი კი სადაც ფეხი არასოდეს დაუდგამს, სადღაც გადაკარგულში, ზღვის გადაღმა მდებარეობდა. საფრანგეთი მისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა ბნელით მოცული მხარე. იქ მოსახვედრად ჯერ მარსელის ნავსადგურში უნდა ჩასულიყავი, რომელიც დედას ისეთივე წარმოედგინა, როგორიც ალჟირი. საფრანგეთის შუაგულში ვეებერთელა ქალაქი ბრწყინავდა, სახელად პარიზი. სადღაც იქვე იყო ალზასიც, მხარე საიდანაც მისი ქმრის მშობლები გამოიქცნენ გერმანელებს, რათა ალჟირში დასახლებულიყვნენ. ალზასიდან მტრები უნდა გაეძევებინათ, ბოროტი და სასტიკი ადამიანები, განსაკუთრებით და სრულიად უმიზეზოდ ფრანგების მოწულენი. გერმანელებმა კიდევ ერთხელ შეუნთეს ცეცხლი ფრანგებს და სატანჯველი გაუჩინეს. მიზეზი არც ახლა უძებნიათ. ქალმა საფრანგეთის ისტორიისა არაფერი იცოდა. საერთოდ ისტორიაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. სამყაროს და ისტორიის ღამე. ქალს არც სამყაროს და არც მისი ისტორიის გაეგებოდა. კიდევ უფრო ჩამუქდა, ახალი, იდუმალი წესი დამყარდა და ქმარს ფერმის დატოვება მოუხდა. სადგურზე ახალწეულებს კიურე მოძღვრავდა. უნდა ილოცო, უთხრა ქალს. რა თქმა უნდა ბატონო, მიუგო ქალმა. მაგრამ სინამდვილეში კიურე სიტყვები ხმაურში ვერ გაიგონა. სხვა რომ არაფერი ლოცვა თავში აზრად არასოდეს მოსვლია. და არც უცხო ადამიანების შეწუხება სურდა. ლამაზ, ფერადოვან მუნდირში გამოწყობილ ქმარს კი შორეთში უკრეს თავი. მალე დაგიბრუნდებაო, ამშვიდებდნენ. ყველაფერი საფრანგეთში ხდებოდა. აფრიკული რაზმები აფრიკულ მხარეში, მარნაში გადაისროლეს. ამ დროს ეს სახელი ყველას პირზე ეკერა. ჯარისკაცების ჩაფხუტებით მომარაგება ვერ მოასწრეს, თუმცა აქ ასე არ ცხელოდა, როგორც ალჟირში, სადაც მზე ფერებს ახუნებს და არა აფრებს. ასე რომ ჭყეტელა, ფერებში გამოწყობილი ალჟირელი არაბები და ფრანგები, რომლებიც თავზე ჩალის ქუდებით 100 მეტრიდანაც ადვილად მისაწვდომ, ლურჯ წითელ სამიზნედ იქცნენ, დასდა ამოვარდებოდნენ სანგრებიდან და ასევე დასდა ეცემოდნენ ბრძოლის ვალზე, რათა საკუთარი სხეულით გაენოყიერებინათ უცხო მიწა, სადაც ვინ იცის, საიდან მოსული. ტალახის ბუნაგებში გამომწყდეული ადამიანები 4 წლის მანძილზე უკანასკნელი ძალით ებღაუჭობოდნენ სიცოცხლეს მოზუზუნე ჭურვებით დასერილი გულგრილი ზეცის ქვეშ. მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორს იყო. ახლა აქ აფრიკელი ჯარისკაცები, გამუდმებული ცეცხლის ქვეშ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ცვილის თოჯინებივით იღვენთებოდნენ და ალჟირის ნებისმიერ კუთხეში მამით ობოლ, არაბ და ფრანგ გოგობიჭებს ამრავლებდნენ, რომლებსაც ჭკუის დამრიგებლის და მემკვიდრეობის გარეშე შთენილთ თვითონ უნდა გაეკოლათ საკუთარი გზა. დედა, წერილები ხომ გახსოვს? კი. მერმა გადმოგცა? ხო.
მამას ჭურვის ნამსხვრევმა თავი გაუპო. ჩალითა და ნახმარი ხელაბანდებით სავსე სანიტარული მატარებელი სენ-ბრიეკის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იქ 2 წერილი ძლივს დაჩხაბნა, რადგან თვალის ჩინი წაერთვა. დამჭრეს, მაგრამ არაფერია. შენი ქმარი. რამდენიმე დღის შემდეგ სული განუტევა. სანიტარმა წერილი მოიწერა, მისთვის ასეც სჯობდა, სამუდამოდ დაბრმავდებოდა, ან გაგიჟდებოდა. ვაჟკაცი იყო. წერილს ის პატარა ნამსხვრევიც მოაყოლა. საყოველთაო ხანძარში დანთქმული კაცისგან ცეცხლმოდებულ ტყეში დამწვარი პეპელას ფრთების ფერფლის მსგავსად თვალით დაუნახავი, ხელშეუხლებელი მოგონება გადარჩა. ქვემოთ ქუჩაში პარაშუტისტების პატრულმა ჩაიარა. ერთი მათგანი ზანგი იყო, მაღალი, დიდებული მხეცივით მოქნილი ტანი ჰქონდა. ყაჩაღებს დასდევენ, მიხარია, საფლავი რომ მოინახულე. მე დაუბერდი და სასაფლაოც ძალიან შორსაა. მოვლილია? საფლავზე მეკითხები? ჰო, ყვავილები დამხვდა. მოიცა. გონი კერძი მეწვება. ქალი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. ალბერი დედის სკამზე ჩამოჯდა და კვირადილის ფორიაგით ახმაურებულ ქუჩას გახედა. ქუჩაში ხალხი ირეოდა. ახლად გარეცხელ დაუთოებულ პერანგებში გამოწყობილი მუშები, ღარიბი, მაგრამ სუფთად ჩასმული არაბები ჩადრაფარებული ცოლებით. პატრული უკან ბრუნდებოდა. ჯარისკაცები გარეგნულად მშვიდად და გულგრილად გამოიყურებოდნენ. ის იყო დედა ოთახში შემოვიდა, რომ აფეთქების ხმა გაისმა. სულ ახლოს იყო. ძლიერი ქუხილი ჰაერს დიდხანს აზანზარებდა. დედამ უკან დაიხია. შავ თვალებში შიში ჩაუდგა. თავს ვერ იმორჩილებდა. აქვეა ყურის ძერში. არა, თქვა ალბერმა და ფანჯარასთან მიირბინა. ხალხი აქეთ-იქით აწყდებოდა. სამალავს ეძებდა. პატრული თავქუდ მოკლეჭილი გარბოდა. სასწრაფო დახმარების მანქანების წივილი არე-მარეს აყრუებდა. მანქანები ქვაფენილის გასწვრივ ჩამწკრივდნენ. რამდენიმე წუთში ქუჩაში ადამიანი ჭაჭანება აღარ იყო. ყუმბარა ტელეგრაფის ბოძთან აფეთქდა. იქვე ახლოს ხალხი ტრამვაის ელოდებოდა. პატარა კაფედან ყვირილი ისმოდა. ვერ მიხვდებოდი ტკივილის იყო თუ რისხვის. ამ კვირაში მეორეა. ქუჩაში გასვლის მეშინია. არაფერია, გადაივლის. ქალი შიშით შესქეროდა შვალს. ვერ გადაეწყვეტა მის გონებას და გამჭრიახობას მინდობოდა, თუ საკუთარ რწმენას, რომ ცხოვრება ერთი დიდი უბედურებაა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება და რომელიც ქსურს თუ არა, უნდა აიტანო. დაუბერდი, ხომ გესმის, ვერსად გავიქცევი. ღრმად ამოიოხრა და ჭირ გამოვლილი ადამიანის ხემილით შეხედა შვალს. მისი ჯილაგის ადამიანის მსგავსად, ქალი მუქარისა და საფრთხის წიაღში დაიბადა. უბედურებისგან გული ეწურებოდა, მაგრამ ყველაფრის ატანას შეეჩვია. შვილი ქალის უიმედობით დაღდასმულმა სახემ სულით ხორცამდე შეძრა. საფრანგეთში წაგიყვან. არა, იქ ძალიან ცივა. ვერავიტან, ბებერი ვარ. აქ დავრჩები. ძალიან მიხარია აქ რომ ხარ. საღამოსაც მოდი. ცოტას გამხიარულდები. სამთარში ადრე ღამდება. კითხვა მაინც ვიცოდე. ლამპის შუქს ექსოვაც მიჭერს. თვალები მეღლება. წვები და ვახშმის დროს ველოდები. 2 საათი ძალიან გრძელია. ბავშვები აქ რომ იყვნენ, ხმის გამცემი მაინც მეყოლება. მაგრამ ისინი მოდიან და მიდიან. ბებერი ვარ და ეტყობა ცუდი სუნი ამდის. ჰოდა, აი ასე, მარტო ხელა. ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა.
თითქოს აქამდე მდუმარე ფიქრისგან დაიცალა. მერე სათქმელი რომ აღარ დარჩა, გაჩუმდა, პირი მოკუმა და თვალებში სხივი ჩაუქრა. ისევ იმ ადგილზე, მორყეულ სკამზე იჯდა. მონდოვი ლამაზია? ჰო, სუფთაა, მაგრამ მას შემდეგ რაც აღარ გინახავს, ბევრი რამ შეიცვალა. ჰო, ასეა. ყველაფერი იცვლება. ექიმმა მოგიკითხა, ხომ გახსოვს? არა, ესეც ძველი ამბავია. მამას აღარავინ იხსენებს. ერთად დიდი ხანი არც ვიცხოვრია. მერე კიდევ ჩუმი კაცი იყო. სიტყვას ვერ დააცდენინებდი. მე მეგონა მამას და შენ ალჟირში ერთად არასოდეს გიცხოვრიათ. ასეცაა, მამა პირედის დასჯას რომ დაესწრო. ალბერმა ხელი კისერზე დაერტყა, რათა დედა უკეთ მიმხვდარიყო. ჰო, ბარბერუსში წასასვლელად დილის 3 საათზე ადგა. გამოდის ალჟირში იყავით. ჰო, ეს როდის მოხდა? აღარ მახსოვს. მაშინ რიკომთან მუშაობდა. ჰოს კი ამბობდა, მაგრამ არას გულისხმობდა. ბნელით მოცული მოგონებების გავლით, დროის საზღვარი უნდა გადაელახა. ასე რომ მისას ვერაფერს ერწმუნებდი. ღარიბებს მდიდრებზე მწირი მეხსიერება აქვთ. საცხოვრებელს იშვიათად ტოვებენ და სივრცეში ნაკლებად მოძრაობენ. მათი ცხოვრება ერთგვაროვანი და უფერულია. ამიტომ საყრდენები არც დროში აქვთ. რა თქმა უნდა, გულსაც აქვს საკუთარი მეხსიერება. ამბობენ ყველაზე სარწმუნო, მაგრამ მჭირსა და შრომაში გულიც იხარჯება და დაღლილობის სიმძიმე ბევრ რამეს ავიწყებს. დაკარგული დროის მოპოვება მხოლოდ დიდრებს ხელეწიფებად. ღარიბებისთვის კი დრო სიკვდილის გზაზე მხოლოდ ბუნდოვან ნაკვალევს ტოვებს. მერე კიდევ ცხოვრების ტვერთი რომ აიტანო, მოგონებებს ნაკლებად უნდა ჩაუღრმავდე. ყოველდღიურობას არ უნდა დაშორდე. საათიდან საათამდე უნდა მიყვე ისე როგორც დედა იქცეოდა. ვინ იცის იქნებ ავადმყოფობა აიძულებდა. ბებიას თუ დაეჯერება, ტიფოზური ცხელება მოიხადა. მაგრამ ცხელება ასეთ შედეგს არ ტოვებს. შეიძლება ტიფი იყო, ან იქნებ სხვა რა მცნეულება. აქაც ბნელი ღამე, რადგან სენმა სიყრუისა და ენის ბორციკისთვის გასწირა, ვერაფრის სწავლა ვერ შეძლო. ერთხელ და სამუდამოდ უტყვი მორჩილების კედლებში ჩაიკეტა, თუმცა ესეც თავისებური, მისთვის ერთგვარი საშუალება იყო, გამკლავებოდა საკუთარ ცხოვრებას. მეტი რა უნდა ექნა, ან მის ადგილზე სხვა რას მოიმოქმედებდა. ალბერს სურდა დედა გამოეწვია. ლაპარაკის გონებაზე მოეყვანა, რათა რამე მაინც გაიგო იმ კაცზე, რომელიც 40 წლის წინ მოკვდა და რომელთან ერთად ცხოვრების 5 წელი გაიყო. ნუ თუ მართლა გაიყო, ქალს არაფერი ეთქმოდა. ალბერს მის სიყვარულშიც ეჭვი ეპარებოდა. ყოველ შემთხვევაში ძალას ვერ დაადანდა, რადგან დედის წინაშე თვითონაც ხეიბრად გრძნობდა თავს, მუნჯდებოდა და გულის სიღრმეში არც სურდა ცოდნოდა, რა იყო მათ შორის. ასე რომ დედისგან რაიმეს გაგებაზე არც უნდა ეფიქრა. ბავშვობიდან საზარელ მოგონებად გამოყოლილი ამბავი, რომელიც ახლაც ხშირად უფრთხობს ძილს, ბებია მოამბო. იმ დღეს მამაჩემი ღამის 3 საათზე გავიდა სახლიდან, რათა ქალაქში ცნობილი ბოროტმოქმედი საჯაროდ დასჯას დასწრებოდა. პიერეტმა საჰელის ფერმის მუშამ, ჩაქუჩით ფერმის პატრონები და მათი 3 შვილი მოკლა. ფერმაში დამახინჯებული გვამები, სისხლით ჭერამდე მოსვლი ოთახები და საწოლის ქვეშ დამალული ცოცხალი უმცროსი შვილი ნახეს, რომელსაც იმდენი ძალა მაინც შერჩენოდა, რომ გასისხლიანებული თითით კედელზე მიეწერა. პიერეტი. კვლელს კვალში ჩაუდგნენ და ჭკუიდან გადამცდარს სადღაც მინდორში მიაგნეს.
თავს არ დაცემული საზოგადოება სიკვდილით დასჯას ითხოვდა და სამართალმაც არ დაახანა. განაჩენის სისრულეში, ალჟირში, ბარბერუსის საპატიმროს წინ მოიყვანეს, უამრავი ადამიანის თანდასწრებით. სამაგალითო დასჯაზე დასასწრებად მამა, რომელიც ბებიას გადმოცემით საშინელმა ბოროტ მოქმედებამ აღარ შფოთა, განთი ადამდე ადგა და სახლიდან გავიდა. არავინ იცის, სინამდვილეში რა როგორ მოხდა. განსაკუთრებული არც არაფერი, ყოველივე მშვიდად ჩაიერა, მაგრამ სახლში დაბრუნებულ მამას გამეხებულ სახეზე მიტკლის ფერიედო, საწოლზე წამოწვა, რამდენჯერმე წამოდგა, აღებინა და ისევ დაწვა. იმაზე, რაც იმ დღეს ნახა, კრინდი არასოდეს დაუძრავს. იმ საღამოს, როდესაც ეს ამბავი პირველად მოისმინა, ცალკე ბებიას სიტყვებმა, ცალკე კი წარმოსახულმა სურათებმა, ალბერს სული აუფორიაქა, გულისრევას ცოტაღა დააკლდა. მთელი ცხოვრების მანძილზე ღამღამობით, სიზმარში, სურათები ცოცხლდებოდა, ერთმანეთს ენაცვლებოდა, სახეს იცვლიდა, მაგრამ შინაარსი უცვლელი რჩებოდა. ვიღაც უცნობები მის წასაყვანად მოდიოდნენ. ცხადი იყო, სიკვდილით დასჯას უპირებდნენ. ძილიდან გამოსული კიდევ დიდხანს ებრძოდა შიშს და კაეშანს და ბოლოს სულ მოთქმული, დამშვიდებული, ისევ კეთილის მყოფელ სინამდვილეს უბრუნდებოდა, სადაც სიკვდილით დასჯა აღარ ემუქრებოდა. ასე იყო, სანამ არ დაკაცდა. მის გარშემო ისტორიამ ისე იცვალა სახე, რომ სიკვდილით დასჯაც ადვილად წარმოსადგენ მოვლენათა რიგში ჩადგა და სიზმრებიდან გამოყოლი შიშს სინამდვილეც ვეღარ შეცვლიდა, რადგან ისიც სავსე იყო იმ კაეშნით, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა მამას და რომელიც ერთადერთ აშკარა და სარწმუნო მემკვიდრეობად გადმოეცა. ეს ის იდუმალი კავშირი იყო, რომელიც მამას სენ ბრეიკის უცნობთან აერთიანებდა. ეტყობა არც მას სჯეროდა, რომ სიცოცხლეს ძალადობრივი სიკვდილით დაასრულებდა და ყოველივე ეს დედის გარეშე, რომელმაც იცოდა ეს ამბავი, მამის გულისრევების მოწმეც იყო და რომელმაც დაივიწყა ის დილა მსგავსად იმისა, როგორც ვერ გაიგო, როგორ შეიცვალა დრო. ქალი ისევ ძველ დროში ცხოვრობდა, ელოდა, რომ წუთი წუთზე ჩასაფრებული უბედურება გაფრთხილების გარეშე მეხად დაატყდებოდა თავს. თავი მეოთხე. სკოლა. მაშასე, თქვენ ჩემი საუკეთესო მოსწავლეები ხართ და ამიტომ გადაუწყვიტე წარგადგინოთ ლიცეუმებისა და კოლეჯების სტიპენდიებზე. თუ კი წარმატებას მიაღწევთ, სტიპენდიასაც მიიღებთ და ბაკალავრობამდე სწავლას ლიცეუმში გააგრძელებთ. დაწყებითი სკოლა ყველა სხვა სკოლისგან გამორჩეულია, საუკეთესოა, მაგრამ საკმარისი არ გახლავთ. ამ ცოდნით ფონს ვერ გახვალთ. ლიცეუმი კი ყველა კარს გაგეხსნით. მე თუ მკითხავთ, თქვენისთანა ღარიბმა ბავშვებმა უნდა შეაღონეს კარები. მასწავლებელი ალბერის მამას არ იცნობდა, თუმცა მასთან საუბრისას ხშირად ახსენებდა. ცოტა არ იყოს მითოსური ენით ლაპარაკობდა და უფრო მეტიც. რაღაც გარკვეულ მომენტში ენაცვლებოდა კიდეც მამას. სწორედ ამიტომ ალბერს არასოდეს დავიწყებია მასწავლებელი. თითქოს არც განუცდია არ ყოფნა მამისა, რომელსაც არ იცნობდა. სამაგიეროდ მუდამ ახსოვდა. თუნდაც შეუცნობლად, ჯერ ბავშვობაში, მერე დიდობაში, მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთადერთი მამობრივი ჟესტი, ერთდროულად გააზრებული, გაცნობიერებული და მნიშვნელობის მატარებელი, რომელიც მისი წარსულის ნაწილი გახდა, რადგან ბატონმა ჟერმენმა და მამთავრებელი კლასის მასწავლებელმა საკუთარი ადამიანურობის წყალობით სახე უცვალა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი
ბავშვის ბედს. ახლა სწორედ ამ წუთს ბატონი ჟერმენი აქ იყო, რო ვიგო შესახვევის პატარა ბინაში, ძველი ციხესიმაგრის ფერხთით, უბანში, სადაც სახლებს სიღარიბის და სუნელ-სანელებლების სუნი უდიოდა. მასწავლებელი მობერებულიყო, ხმა იმთავითვე ომახიანი და მტკიცე შერჩენოდა, როგორც იმ დროს, როდესაც მოსწავლეების წინ მდგომი ბრძანებას იძლეოდა, 2 მწკრივად დაეწყვეთ, 2 მეთქი, 5 არ მithქვამს, აურზაური წყდებოდა. მოსწავლეები, რომლებსაც მასწავლებელი ერთდროულად შისსაც ჰქვრიდა და აღფრთოვანებასაც, კედელთან რიგში დგებოდნენ. როდესაც ბავშვები თავთავიანთ ადგილებს მieყინებოდნენ და დუმილი ჩამოწვებოდა, მასწავლებელი აგრძელებდა. ახლა კი საკლასო ოთახისკენ ყაჩაღანებო. ბავშვები მყისვე ახმაურდებოდნენ. წამით დაკარგულ თავისუფლებას იბრუნებდნენ, რასაც კოხდათ გამოწყობილი, თმა შეთხუბნული, მაგრამ საგულდაგულოდ დავარცხნილი და სუნამო ნაბკურები ბატონი ჟერმენი ერთდროულად მობიერი და მკაცრი სახით ადევნებდა თვალს. მერე გაკვეთილი იწყებოდა. ბატონი ჟერმენის კლასი მუდამ გამოირჩეოდა უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ მასწავლებელი მთელი ღირსებით საქმეს იყო გადაგებული. გარეთ მზე ბობოქრობდა და სხივებს მოწითალო კედლებს ტყორცნიდა. საკლასო ოთახიც მზით იყო სავსე. ჰაერს კაცუნი გაუდიოდა. შეიძლება ერთბაშად ქეში წამოსულიყო. ალჟირში ასეც ხდება, მაგრამ მოსწავლეთა ყურადღებას ვერ ესალმებდა. ზოგჯერ ამინდის საავდრო თუ გაემზადებოდა, მარტიდან შემოხედებული ბუზების გაუთავებელი ბზუილი კლასის სიმშვიდეს არღვევდა და ბავშვებს თავშესაქცევს უჩენდა. საშინელი სიკვდილის მოლოდინში დაჭერილი მწერები მერხების ნახვრეტებში დამაგრებული კონუსის ფორმის სამელნეების ვარდისფერ ტალახში წკრიალებდნენ და ნელა იხრჩობოდნენ, მაგრამ ბატონი ჟერმენი, რომელიც ყოფაქცევის დარღვევას არავის აპატიებდა, გაკვეთილებს მუდამ ცოცხლად და ხალისიანად ატარებდა და ბავშვებს ბუზებს მყისვე ავიწყებდა. მასწავლებელს ზუსტად ჰქონდა გამოთვლილი ის წუთი, როდესაც განძით სავსე, გარადიდან გამოღებულ მინერალების კოლექციას, ჰერბარიუმს, კოლბებში მოთავსებულ პეპლებს ან მწერებს მოსწავლეების წინ გაამწკრივებდა და მათ მოდუნებულ ყურადღებას გამოაფხიზლებდა. სკოლაში მხოლოდ მასწავლებელს ჰქონდა ჯადოსნური ფარანი და თვეში 2-ჯერ მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო ან ისტორიულ თემებზე გადაღებულ სურათებს უჩვენებდა. არითმეტიკას რაც შეეხება, მის მიერ შემოღებული ზეპირი ანგარიშის კონკურსი მოსწავლეებს სწრაფ აზროვნებას აჩვევდა. დანარჩენი საფრანგეთის სკოლებში მიღებული სახელმძღვანელოების საქმე იყო, რომლებსაც საქმის ცოდნით და მიზანდასახულად იყენებდა. ბავშვები, რომლებმაც მხოლოდ ხორშაკი ქარი, ტვერი, კოკისპირული ხანმოკლე თავსხმა, პლაჟების ქვიშა და მზით აელვარებული სხვა იცოდნენ, გულის ყურით, წერტილმძიმეების გამოყოფით კითხულობდნენ მათთვის მითოსის შინაარსის მქონე წიგნებს, რომლებშიც შალის ქუდიანი და შალის ყელსახვევიანი ბავშვები, საბოებში გაყრილი ფეხებით ყინვაში, თოვლით დაფარული გზით, ხარზე გადებული ფიჩხის კონით, სახლებისკენ მიაბაკუნებდნენ და ერთი სული ჰქონდათ, სანამ თვალს კიდებდნენ დათოვლილ სახურავს და საკვამურიდან ამოსულ კვამს. აშკარად დასტურს იმისა, რომ ბუხარში მოხუდოს წვნიანი თუხთუხებდა. ალბერისთვის ეს მოთხრობები უცხო ხილი იყო, ეგზოტიკა, რომელზეც ასე ოცნებობდა. სასკოლო თხზულებებში მისთვის სრულიად უცხო სამყაროს აღწერდა და ბებიას გულს უწრულებდა. იმ თოვლზე მიამბე, ალჟირში ამ 20 წლის წინ, სულ 1 საათით რომ მოვიდაო. ეს მოთხრობები ალბერისთვის მაღალი სასკოლო პოეზიის ერთ დიდ ნაწილს წარმოადგენდა.
ასე და ამრიგად ბავშვების ერთადერთი სიხარული სკოლა იყო. სკოლის ხიბლი სწორედ ის იყო, რასაც ისინი საკუთარ სახლში ვერ პოულობდნენ, რასაც სიღატაკე და უვიცობა სიცოცხლეს უფრო და მეტად გაუსაძლის და უფეროლს ხდიდა. ყოველ მხრივ გალავნით შემოზღუდული ცხოვრება კარიბჭე დახშულ ციხესიმაგრეს წააგავდა, რომელსაც ასაწევი ხიდიც კი არ ჰქონდა. სკოლა ბავშვებს არამხოლოდ ოჯახური ცხოვრებიდან გაქცევას თავაზობდა, არამედ ახლის აღმოჩენის ყურულსაც უოკებდა, იმდენად უცნობისა, რომელსაც ბავშვი უფროსზე მეტად ესწრაფვის. ბატონი ჟერმენის კლასში ბავშვს პირველად უჩნდებოდა გრძნობა, რომ მართლაც არსებობს და მის პიროვნებას პატივს სცემენ. ვიღაც ხომთვლის, რომ ბავშვი ღირსია გახდეს სამყაროს აღმომჩენი. მასწავლებელი მხოლოდ იმას არ ასწავლიდა, რაშიც ფულს უხდიდნენ. მოსწავლეებს უბრალო ენით საკუთარ ცხოვრებაზე ესაუბრებოდა. მათთან ერთად აცოცხლებდა წარსულს, ყვებოდა ბავშვობაზე და თანატოლების თავგადასავლებზე. საკუთარ თვალთახედვას აცნობდა, მაგრამ იდეებზე ლაპარაკისგან თავს იკავებდა. როგორც ბევრი მისი კოლეგა, ისიც ანტიკლერიკალი იყო. თუმცა კლასში რელიგიის წინააღმდეგ სიტყვა არასოდეს დაუძრავს. არც იმაზე, რაც ადამიანმა თვით უნდა აირჩიოს, სხვის დაუხმარებლად უნდა ირწმუნოს, მაგრამ რისხვით ესხმოდა თავს იმას, რაც არავისთვის საკამათო არ უნდა ყოფილიყო, ქურდობას, ხალათს, ოყლოჩინობას და უპრინციპობას. ყველაზე ხშირად ის იყო დამთავრებულ ომზე ლაპარაკობდა, რომლის მონაწილეც 4 წლის განმავლობაში თავად იყო. ჯარისკაცების ტანჯვა-ვაებას, მათ სიმამაცეს, თმენის და ზავისგან გამოწვეული ბედნიერების განცდას იხსენებდა. ყოველი მეოთხედის ბოლოს ჩვევად ჰქონდა ბავშვებისთვის დორჟელესის რომანის ხის ჯვრებით მოზრდილი ნაწყვეტები ეკითხა. რომანიც ომის ამბებს ყვებოდა. ალბერისთვის ესეც ეგზოტიკა იყო, მაგრამ ეხლა უკვე შიშითა და უბედურების განცდით გაზავებული. თუმცა მოსმენელს თეორიულადაც კი მამის ბედს არ უკავშირებდა. გულისყურით უსმენდა მასწავლებლის მიერ წაკითხულ ამბავს, რომელიც ისევ და ისევ თოვლს და მისთვის ესოდენ ძვირფას ზამთარს ახსენებდა. უცნაურ ადამიანებს აცნობდა, რომლებიც უხეში ქსოვილის სამხედრო ტანსაცმელს ატარებდნენ, უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ და ჰაერში მოსრიალი ყუმბარებისგან თავის დასაცავად მიწის ქვეშ იმალებოდნენ. იმ დღეს რომანის ბოლოში გასულმა ბატონმა ჟერმენმა მოგვიდული, თითქმის ჩაგდებული ხმით, გმირის სიკვდილის სცენა წაეკითხა. წიგნი დახურა და წუთით საკუთარ განცდებსა და მოგონებებში ჩაიძირა. მერე გასუსულ მერხებზე, გახევებულ ბავშვებს თვალი მოავლო და პირველ რიგში მჯდარ ალბერტს დააკვირდა, რომელიც მასწავლებელს დაჟინებულ მზერას არაშორებდა, ცრემლებად ეღვრებოდა და აქვითინებული მთელი სხეულით ცახცახებდა. გეყოფა, პატარა უკმარა, ძლივს გასაგონად წარმოთქვა ბატონმა ჟერმენმა. ფეხზე წამოდგა. ბავშვებს ზურგი აქცია და წიგნი კარადაში დააბრუნა. მოიცა, პატარაო, სკამიდან მძიმე წამოიწია. უჯრაში ხელი მოაფათურა და დახურა. მერე მეორე დააღო და რაღაც ამოიღო. აიღე, შენი იყოს. ყავისფერ ყდაზე არც სახელწოდება ეწერა და არც ავტორის გვარი. მაგრამ ალბერი წამსვე მიხვდა, რომ სწორედ ის წიგნი იყო, რომელსაც მასწავლებელი კლასს უკითხავდა. არა, ეს. სურდა ეთქვა, ძვირფასი საჩუქარიაო, მაგრამ სიტყვები გაექცა. ხომ გახსოვს, ბოლო დღეს რომ იტირე. ჰოდა, იქიდან მოყოლებული წიგნი შენია. ეს კაცი, რომელიც 40 წლის ასაკშიც, ჩემო პატარაო, ასე მიმართავდა, ალბერტს ძალიან უყვარდა. მაშინაც კი, როდესაც წლებმა, მერე კი მეორე მსოფლიო ომმა ერთმანეთს დააშორა და მართლაც ბავშვივით გაიხარა, როდესაც 1940
45 წელს ჯარისკაცის ფარაჯიანმა კაცმა პარიზში მისი ბინის კარებზე დარეკა. ბატონი ჟერმენი იყო. არა, ფრონტზე არ ვყოფილ ვარ, მაგრამ ჰიტლერს მეც ვებრძოდი. შენსავით, ჩემო პატარაო. ვიცოდი, ჯიში მოგდგამს, იმედი მაქვს არც დედა დაგვიწყებია. ამ ქვეყნად მასზე უკეთესი ქალი არ მეგულება. ახლა ალჟირში ვბრუნდები. მინახულე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ალბერი ყოველ წელს სტუმრობდა მასწავლებელს. დღესაც ასე იყო. ბინის კარებთან აღელვებულ მოხუცს ალბერის ხელი ეჭირა. ის კი წასასვლელად გამზადებული მასწავლებელს მხრებზე ეხვეოდა. სწორედ მასწავლებელმა გადაისროლა ცხოვრების ორომდრიალში. პასუხისმგებლობა იკისრა, საკუთარი ფესვებისთვის მოეშორებინა და ახალი ჰორიზონტებისკენ უბიძგა. აბა რა სიტყვე? ბებიამ მითხრა, ღარიბი ვართ და მომავალ წელს მუშაობას უნდა შევუდგე. დედა რას ამბობს? მომისმინე, უნდა გაუგო, ძალიან უჭირთ. შენ და შენი ძმა ფეხზე დაგაყენეს. რა თქმა უნდა, დედა შენ ძალაუნებურად ეშინია. იქნებ რამე მოვახერხოთ. ავუხსნათ. ჩანთა აიღე და წამომყევი. სახლში მივდივართ? დიახ. სიამოვნებით მოვინახულებ დედა შენს. სახლისკენ მიმავალი მასწავლებლის ანახვაზე ბებიამ ვარცხნილობა შეიცვალა. როგორც ხედავ, ბებია ახლაც მოუცლელია. ბებია სტუმარს საწოლ ოთახში შეუწყვა. იქიდან სასადილო ოთახში გაიყვანა. სკამი შესთავაზა და მაგიდაზე მომცრო ჭიქები და ანწლის არაყი დადო. ნუ წუხდებით, თქვენთვის ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი. შენ კი ქუჩაში დამელოდე. უნდა შევაქო. დავშიშობ, თავში არ აუვარდეს. 1 საათი მიილია. მასწავლებელი ისევ სასადილო ოთახში იჯდა. ირგვლივ ქალები ეხვნენ. ბებია, დედა, მეზობლები. ალბერი მასწავლებლის გვერდით იდგა. დიდი სხეულის სითბოს გრძნობდა და ოდეკოლონის სურნელს უკანასკნელად ისუნთქავდა. ბებია და მეზობელი ქალების წინ ყელყელაობდა. მადლობა, ბატონო ჟერმენ, დიდი მადლობა. ბატონი ჟერმენი კი ამასობაში ბაუშს თავზე ეფერებოდა. შენ მე აღარ გჭირდები. ჩემზე ჭვიანი მასწავლებლები გეყოლება. თუ რამეში დაგჭირდი, ადვილად მიპოვნი. მასწავლებელი წავიდა. ქალებთან მარტო დარჩენილმა ალბერმა ფანჯარასთან მიირბინა და მასწავლებელს გამომშვიდობების ნაცვლად ხელი დაუგნია. სიხარულის ნაცვლად ბიჭს გულში ვეებერთელა, ბაუშური სევდა ჩაეღვარა. თითქოს წინასწარ იაზრა, რომ ეს წარმატება ხატაკთა გულდფელ, უბიწო სამყაროს ჩამოაშორებდა, საზოგადოების კუნძულს, საკუთარ თავში ჩაკეტილს, სადაც ოჯახს და თანადგომას სიდუხჭირე ენაცვლება. საბოლოოდ გამოგლეჯდა ნაცნობ გარემოს და უცნობ სამყაროში გადაისროდა, რომელთანაც არაფერი აკავშირებდა. ვერც იმას იწამებდა, რომ იქაური მასწავლებლები უფრო განსწავლული იქნებოდნენ, ვიდრე ის, ვინც მისი რწმენით გულის სიბრძნეს ფლობდა. ახლა მეგზურის გარეშე უნდა გაეკვალა გზა. უნდა ესწავლა და გაეგო. კაცი უნდა გამხდარიყო. გვერდში მწეთ კი აღარ ეყოლებოდა ადამიანი, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა. მარტო სულს სწავლა აღზრდა, ვინ იცის, რა ჭირთათმენად დაუჯდებოდა. საკუთარი თავისთვის უცნობი, დიახ, ასეთი იყო ამ ბავშვის ცხოვრება ღარიბთა კუნძულზე, უპოვართა უბანში. უვიც, ხეიბარ ოჯახში გამომწყდეულს, კაცრი აუცილებლობა სულს უბორკავდა, სიცოცხლეს სცადდა.
ცოდნას დანადრებული გონება სწავლასა და სულ მეტის გაგებას ითხოვდა. ტალღებად მოდენილ სიხარულს უცნობი სამყარო უცაბედად მოვლენილი ყოფნისა და ჭმუნვის წუთებს უნაცვლებდა. ბავშვი ბნეოდა, მაგრამ ყისვე გონს მოეგებოდა. ცდილობდა შეეცნო, შეეთვისებინა მისთვის სრულიად უცხო სამყარო და ახერხებდა კიდეც, რადგან ფეხის აუთრევლად ჯიქურ მიიწევდა მის წიაღში, კეთილგანწყობილი, არა მორჩილი და სუმ დაბალი და საბოლოო ჯამში სულ უფრო მეტ სიცხადეს ან თუ ჭეშმარიტებას ეზიარებოდა. სულ უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ ყოველივეს მიაღწევდა და რომ ამ სამყაროში მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. საქმე ეკისრა, თუმცა საქმე არასოდეს უძებნია. მხოლოდ სიხარულს, თავისუფალი ადამიანების გვერდით ყოფნას და ძალას ნატრობდა. ყველა იმ სიკეთეს, რაც ცხოვრებას გააჩნია, რაღაც სასწაულებრივს, რისი ყიდვა არც აწმყოში შეიძლება და არც მომავალში. სიღარიბემ ასწავლა ხირსეულად მიეღო კუთვნილი გასამრჯელო, მაგრამ თვითონ არასოდეს ეთხოვა. ქედი არ მოეხარა, ფულის მონად არ ქცეულიყო. სწორედ ასეთი იყო ახლა. 40 წლის ასაკში, მცირედის ბატონ-პატრონი და მაინც დარწმუნებული, რომ არაფრით ახემატებოდა ნებისმიერ გაუბედურებულ უპოვარს და არას წარმოადგენდა საკუთარი დედის გვერდით. დიახ, ასე იცხოვრა. ზღვის ტალღებში, ქარში, ქუჩაში, ზაფხულის ხვალში და ხანმოკლე ზამთრის მძიმე წვიმებში. გზას იკვლევდა, ადამიანებსა და საგნებს შორის იხვეჭდა ცოდნას, რომელიც სულ უფრო კარგად უღებდა კარებს. ცდილობდა შეექმნა საკუთარი ცხოვრების წესი და საკუთარი ტრადიცია, მაგრამ ნუ თუ სულ ეს იყო. ჟესტები, სიმამაცე, გზნება, ოჯახი, ნავთის ლამპა და შავი კიბე, დაბადება და ზღვის ტალღებში ნათლობა. დიახ, ყოველივე ასე იყო, მაგრამ გარდა ამისა არსებობდა პიროვნების ბნელი ნაწილი, რომელიც წლების მანძილზე ყრუდ ბორგავდა და თავს შეახსენებდა. მის არსებაში დავანებული ბრმა ძალა, სათავე ყველაზე ძლიერი და საშინელი სურვილებისა, ეხმაურებოდა ირგვლივ განფენილ უკიდეგანო სამყაროს, რომლის სიმძიმე ვრცელი ზღვისპირისპირ შეიცნო. ზურგს უკან კი მთების, ზეგნების და უდაბნოს თვალუწვდენელი სივრცეები და ამ სივრცეთა შორის მარადიული მუქარა, რომლის შესახებ არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ რომლის არსებობას აშკარად გრძნობდა. ქვეყანა, სადაც გადაგდებულად გრძნობდა თავს, თითქოს და პირველ მოსახლე იყო, ან პირველი დამყრობელი, რომელმაც ფეხი დაადგა ნაპირს, სადაც ჯერ კიდევ კანონი და ძალა მეფობდა. სამართალი კი სასტიკად სჯიდა, ზნე-ჩვევათა ღალატს. მის გარშემო კი ეს ადამიანები, ერთდროულად მიმზიდველნი და შემაშფოთებელნი, ახლობელნი და შორეულნი, რომლებსაც ყოველდღე ხვდები, ზოგჯერ უმეგობრდები ან ეამხანაგები. საღამო ჟამს კი ყველანი შენთვის შეუვალ კედლებში იკეტებიან, შენთვის სრულიად უცნობ ტალღებთან შეიყუჟებიან. შემთხვევით ქუჩაში თუ გადაეყრები, ვერც კი გაარჩევ, რომელი რომელია. ჩადრაფარებულთ მხოლოდ ლამაზი თვალები მოუჩანთ და თუმც კი ხვდები, რომ ყოველივეს შეგუებულნი და დაღლილები არიან. მათი სიმრავლე გაშინებს და ხშირად საღამოობით მათგან მომდინარე უჩინარ ხიფათს გრძნობ. მერე კიდევ ეს ღამე თვით მასში, ეს ბნელი ფესვები, რომლებიც ბრწყინვალე და შიშის მომგვრელ მიწასთან აკავშირებდა
რომლის ისტორია სურვილებითა და ძლიერი ენით აუწერელი შეგრძნებით შეიქმნა, სურნელებანი სკოლებისა, საჯინიბოებისა, დედის მკლავებზე გადაფენილი სარეცხისა, იასამნისა და ჭიქისა, ლექსიკონისა და ერთი ამოსუნთქვით წაკითხული წიგნებისა, სუნი საპირფარეშოებისა, დიდ ცივი საკლასო ოთახებისა და რჩეული მეგობრების სითბო, სურნელი ტუჩ-საცხისა, რომელიც პიერმა დედას მოპარა და რომელსაც ჯგუფ-ჯგუფად ვკნოსავდით, ახელვებული, აფორიაქებული, მსგავსნი ძაღლების ხროვისა, რომელიც ამძუებული ძუკნის კვალს მიუყვება ოთახიდან ოთახში და წარმოვიდგენდით, რომ ქალიც ბერგამოტის ნაზის სურნელი იყო, რომელიც ღრიალა, ოფლისა და მტვრის უხეშ ცის ქვეშეთში ბიჭებს თვალწინ გადაუშლიდა დახვეწილ, სათუთ, დაუძლეველი ხიბლით სავსე სამყაროს, რომელსაც იმ წუთს მათ მიერ ნასროლი უხამსობებიც ვერასვნებდა. და კიდევ ბავშვობიდან გამოყოლილი სიყვარულის სხეულისა, მისი სილამაზისა, რომლის სიშიშვლე პლაჟზე ბედნიერებას გვრიდა, მისი სითბო, რომელიც მუდმივ იზიდავდა გაუცნობიერებლად, ცხოველურად, არა დასაუფლებლად, რომლის არაფერი ესმოდა, უბრალოდ მისი გამონათების რკალში შესაღწევად, თავმინებებებით და ნდობით, მეგობრის მხრისთვის ხრის მიდება და ლამის გულყრა, როდესაც ტრამვაიში ქალის მკლავი უნებლიე მოძრაობით შეგეხება და ცოტა ხნით, სულ ცოტა ხნით დაყრდნდება. სურვილი, დიახ, წადილი სიცოცხლისა და კიდევ სიცოცხლისა, დედამიწის სიმხურვალესთან შერწყმისა, რასაც დედისგან ელოდებოდა, მაგრამ ვერასოდეს იღებდა ან იქნებ, ვერ ბედავდა მიეღო და რომელსაც ყველაზე ძლიერ, ყველაზე ცხოველურ სურნელებებში ეძებდა, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად სიცოცხლის საშინელ სიმხურვალეს ინარჩუნებდნენ, თითქოს მხოლოდ მისთვის, მაინც ამ სიმხურვალეს ესოდენ აფასებდა და მის გარეშე არსებობა ვერ წარმოედგინა. ან ის ქალი, რომელიც უყვარდა, დიახ, უყვარდა და მერე როგორ, მთელი სულით და სხეულით ქალის სურვილი წვავდა, არაფერი ეგულებოდა ამ წადილზე მაღალი და როდესაც უკიდურეს ზღვართან მისული, უტყვი ამოძახილით ქალის სხეულს გამოერიდებოდა, სამყაროს თითქოს თავიდან იხვეჭდა წამით დაკარგულ საკუთარ წესს, უყვარდა ქალის სილამაზე, მისი გიჟური ნება სიცოცხლისა, უხვი, უკიდურეს წერტილთან მისული, რომელიც ქალს ავიწყებდა დროის წარმავლობას, თუმცა იცოდა, რომ დრო არასოდეს შერთებოდა. არ სურდა, ვინმეს ოდესმე ეთქვა ქალზე, უწინდებურად ახალგაზრდაო, ახალგაზრდა იყო და ახალგაზრდა დარჩება. ერთხელ, როდესაც სიცილით უთხრა, ახალგაზრდობა გადის, წლები გვემატებაო, ქალს ქვითინი აუტყდა. არა, არა, გულ ამომჯდარი მოთქვამდა, რომ იცოდე, როგორ მიყვარს სიყვარული. უმეტეს შემთხვევაში, ბევრ სხვაზე გამჭრიახი გონებით ამაღლებული, უარს ამბობდა, მიიღო სამყარო ისეთი, როგორიც ის იყო. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ სხვებზე გამჭრიახი და გონიერი იყო, გულანთებული, სისხლს ადუღებული, იმ არარსებულ მხარეში გაქცევა ეწოდა, სადაც არც სიბირეა, არც სიკვდილი და სუფევს მხოლოდ მარადიული სილამაზე და ველური ცხოვრება. უკანა გზაზე ქალს, რომელიც ესოდენ უყვარდა, თავი მის მკლავებზე ედო და უხმოდ ეროდა, თვითონაც მხოლოდ იმიტომ, რომ
დაიბადა წინაპრებისა და მოგონებებისგან დაცლილ მხარეში, სადაც ყველა მასზე ადრე შობილი უკვალოდ გადაშენდა და ცივილიზებული ქვეყნებისგან განსხვავებით სიბირეს მელანქოლია ვერაშველის, დიახ, თვითონაც მსგავსი დაუღალავად ბორგავი ტალღისა, რომელიც წამწამზე ერთხელ და სამუდამოდ დაიმსხვრევა, დღეს ძალუმად გრძნობდა, რომ ხელიდან უსყლდებოდა სიცოცხლე, ახალგაზრდობა, ადამიანები, ის, რომ ვერავის ვერაფრით შველოდა, შთენილი მხოლოდ ბრმა იმედის ამარა, რომ ეს ბნელი ძალა, რომელიც წლების მანძილზე დღეების მაღლა ეზიდებოდა, უზომოდ ასაზრდოებდა, ყველაფერთან ერთად ულევი კეთილმოსურნეობით, რომლითაც აქამდე სიცოცხლის გაგრძელების მიზეზებს წარმოაჩენდა. სიბერის და ამბოხის გარეშე სიკვდილის შესაძლებლობასაც უბოძებდა. დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.